გამარჯობა ყველას. დღეს ჩვენ ვსწავლობთ სხვადასხვა დებს ისტორიიდან, რომლებსაც ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდათ. უგულებელყოფიდან და ექსპლუატაციიდან დაწყებული, ავადმყოფობამდე და მკვლელობებამდე, ამ დებს ისეთი ცხოვრება ჰქონდათ, რომელსაც ყველაზე ცუდ მტერსაც კი არ უსურვებთ. მომიერთდით, როცა მათ ისტორიებს გავეცნობით. ჩვენი პირველი ამბისთვის დროში უკან ვბრუნდებით და 1850-იანი წლების ამერიკაში გადავდივართ. მილი და კრისტინ მაკ-ოიები დაიბადნენ 1851 წლის 11 ივლისს პლანტაციაზე უაიტვილის მახლობლად, ჩრდილოეთ კაროლინაში. ისინი მონობაში დაიბადნენ, რადგან მათი მშობლები, იაკობი და მონემია მაკ-ოიები, ალექსანდერ მაკ-ეის მონები იყვნენ, რომლის გვარიც ოჯახმა მიიღო. ამ დროს თავისუფლება ჯერ კიდევ 10 წელზე და სასტიკ სამოქალაქო ომზე შორს იყო. დაბადებისას მათი საერთო წონა 17 ფუნტი იყო და ეს ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მილი და კრისტინი შეერთებული ტყუპები იყვნენ, რომლებიც ქვედა ზურგისა და ხერხემლის მიდამოში ხრტილით იყვნენ დაკავშირებულნი. ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ საერთო ჰქონდათ ზოგიერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო, მაგრამ არა ყველა. ტყუპები დიდი ოჯახში დაიბადნენ, რადგან მათ მშობლებს უკვე ჰყავდათ 7 სხვა შვილი, 5 ბიჭი და 2 გოგო. მილი და კრისტინისგან განსხვავებით, მათ არც ერთ და-ძმას არ ჰქონდათ არანაირი უჩვეულო ფიზიკური თვისება. მათი უნიკალური მდგომარეობა და მონობაში დაბადების სირთულეები მაკ-ოის ტყუპებისთვის განსაკუთრებული და რთული გზის დასაწყისი გახდა. მილი და კრისტინის ადრეული ცხოვრება ქაოტური და ტრაგიკული იყო. როგორც კი ისინი დაიბადნენ, მთელ რეგიონში გავრცელდა ამბავი ამ უჩვეულო დების დაბადების შესახებ, რომლებსაც სამედიცინო ანომალია ჰქონდათ. მე-19 საუკუნეში ბევრ ადამიანს არ ჰქონდა წარმოდგენა შეერთებულ ტყუპებზე. ამიტომ ხალხი მაკ-ეის ფერმაზე მიდიოდა, რომ მათთვის თვალი შეევლო. ბოლოს ალექსანდრე მაკ-ეი გაღიზიანდა მხოლოდღიული ცხოვრების დარღვევით. ამიტომ როცა ისინი მხოლოდ 10 თვისები იყვნენ, მან ისინი ჯონ სპერვის მიიღიდა იმ პირობით, რომ მათი დედა მონემია მათთან დარჩებოდა. მაგრამ ეს შეთანხმება დიდხანს არ გაგრძელდა. დაახლოებით 1 წლის შემდეგ ტყუპები ისევ გაყიდეს, ამჯერად კაცზე, სახელად ბრაუერი. ბრაუერმა ჯოზეფ ფის ფინანსური მხარდაჭერით ტყუპებში გადაიხადა გასაოცარი თანხა, $10,000, რაც დღეს დაახლოებით $400,000 შეადგენს. მოგების მიზნით ბრაუერმა დაიწყო ჩვიო გოგონების გამოფენა, როგორც სამედიცინო სასწაული სახელწოდებით კაროლინის ტყუპები. სამხრეთის შტატებში მოგზაურობით, მათ შორის ლუიზიანაში, ტეხასში და ჩრდილოეთ კაროლინაში. 1853 წლის ოქტომბერში მილი და კრისტინი მოხვდნენ სათაურებში ჩრდილოეთ კაროლინის პირველ ოფიციალურ სახელმწიფო ბაზრობაზე, სადაც ყოველდღიურად დაახლოებით 5,000 ადამიანი იკრიბებოდა. გოგონები მკრისიერად გახდნენ პოპულარულები, თუმცა ზოგიერთს ეჭვიეპარებოდა მათ მდგომარეობაში და ფიქრობდნენ, რომ ეს მოჩვენებითი იყო. ამიტომ, როდესაც ისინი ნიუ-ორლეანში მორიგი შოუსთვის იმყოფებოდნენ, ბრაუერმა ადგილობრივი ექიმები მოიწვია მათი გასასინჯად და დაადასტურა, რომ ისინი მართლაც შეერთებული ტყუპები იყვნენ. გამოფენაზე ცხოვრება დამღლელი იყო. გოგონები ხშირად დაშორებულნი იყვნენ დედას და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამას ვერ ხვდებოდნენ, ისინი საჯარო დაცინვის ობიექტები იყვნენ. ასევე როგორც მცირეწლოვანი შეერთებული ტყუპები, ისინი არაკოორდინირებულები და მოუქნელები იყვნენ, უჭირდათ სიარული და ხშირად ვარდებოდნენ. დროთა განმავლობაში მათ განავითარეს თავისებური გვერდითი სიარული, რომელიც საბოლოოდ გადაიქცა მომხიბლო ცეკვად და მაყურებელს აღაფრთოვანებდა. ეს გახდა იშვიათი სიხარულის მომენტი ცხოვრებაში, რომელიც სხვა მხრივ სირთულეებითა და ექსპლუატაციით იყო აღბეჭდილი. ნიუ-ორლეანში ტურნეს დროს ბრაუერმა მიიღო დაუძლეველი შეთავაზება $45,000 ტყუპებისთვის, რაც ბევრად აღემატებოდა თავდაპირველად გადახდელ თანხას. საგულისხმოდ ეს დღევანდელი კურსით $1,800,000-ზე მეტია. რა თქმა უნდა, მან სიხარულით დათანხმდა, მაგრამ ეს გარიგება ზედმეტად კარგი იყო, რომ ნამდვილი ყოფილიყო. ბრაუერი მოატყუეს, ხოლო მილი და კრისტინე გაქრნენ. ისინი ეგრეთ წოდებულ მყიდველმა გაიტაცა. ტყუპები საზოგადოებრივი თვალთახედვიდან გაქრნენ 1854 წლამდე, როდესაც ისინი კვლავ გამოჩნდნენ ფილადელფიის მუზეუმში. ამ პერიოდში მათი საკუთრების საკითხზე მძაფრი დაპირისპირებები მიმდინარეობდა. ბრაუერი, ჯოზეფ ფი სმითი და თვით ალექსანდერ მაკ-ეიც კი, რომელსაც როგორც ჩანს ტყუპების შედარებით მცირე თანხაში გაყიდვა ინანებოდა, მათზე საკუთრების უფლებას აცხადებდნენ. ამასობაში მათი დედა მონემია იბრძოდა იმისთვის, რომ როგორმე შვილები მის მზრუნველობაში დაებრუნებინა. თაღლითობამ ბრაუერი გაკოტრებული დატოვა და საქმეს ჩამოაშორა. სმითი ტყუპების კანონიერ მფლობელად ჩამოყალიბდა და არ დაიშურა ხარჯები მათი დაბრუნებისთვის. მან კერძო დეტექტივი დაიქირავა, რათა მიეგნო მილისთვის და კრისტინისთვის.
ამასობაში მათმა გამტაცებლებმა ჩრდილოეთით გადაინაცვლეს და ტყუპები გამოფინეს პიტი ბარნუმის სახელგანთქმულ ამერიკულ მუზეუმში მანჰეტენზე. შემდეგ ტყუპები კანადაში გამოჩნდნენ, სანამ ატლანტის ოკეანეს გადაკვეთდნენ და ლივერპულში, ინგლისში წაიყვანდნენ. ამ დროისთვის მილი და კრისტინი თავიანთი ახალგაზრდობის უმეტეს ნაწილს სახლიდან და ოჯახიდან შორს ატარებდნენ. 1847 წელს, 3 წლიანი დამქანცველი ძიების შემდეგ, კერძო დეტექტივმა ბოლოს და ბოლოს მათი კვალი ინგლისში მიაგნა. მათი დედა მონემია და მათი დამმონებელი ჯოზეფ პეისმიტი ლივერპულში გაემგზავრნენ, რათა ისინი დაებრუნებინათ. ბოლოს ბირმინგემში ტყუპები, რომლებიც ახლა დაახლოებით 5.5 წლისები იყვნენ, დედას კვლავ შეხვდნენ. ეს იყო თკბილმწარე მომენტი. მილი და კრისტინი თავიანთი მოკლე ცხოვრების უმეტეს ნაწილს გამტაცებლების ხელში ატარებდნენ, რომლებიც მათ სარგებლისთვის როგორც უცნაურობებს იყენებდნენ. თუმცა გადარჩენის შემდეგაც კი მათი ცხოვრება დიდად აღშეცვლილა. მათ მალევე ისევ დააბრუნეს სამუშაოზე. კვლავ გამოაჩინეს საზოგადოებისთვის, ჯერ გაერთიანებულ სამეფოში და შემდეგ ამერიკაში, აგრძელებდნენ ცხოვრებას როგორც სხვების გასართობის სანახაობა. ასე განვითარდა მილისა და კრისტინის ცხოვრება, როცა ისინი იზრდებოდნენ. საინტერესოა, რას ფიქრობდნენ ისინი ამ წლებში თავიანთ მდგომარეობაზე. თუმცა ყველაფერი შეიცვალა 1860 წელს, როდესაც აბრაამ ლინკოლნმა იმ წლის ბოლოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. რამდენიმე კვირაში სამხრეთ კაროლინა კავშირს გამოეღო, რასაც მალევე მოჰყვა სამხრეთის სხვა შტატების ტალღა, მათ შორის მილისა და კრისტინის მშობლიური ჩრდილოეთ კაროლინა. 1861 წლის პირველ ნახევარში ქვეყანა ქაოსში ჩაიძირა და ამერიკის სამოქალაქო ომი დაიწყო. იმ დროისთვის გოგონები კვლავ ჩრდილოეთ კაროლინაში ცხოვრობდნენ. დროს ყოფდნენ სმიტების ოჯახში, საკუთარ ბიოლოგიურ მშობლებთან და სამხრეთის შტატებში მოგზაურობაში. სამოქალაქო ომის ქაოსმა ტყუპების გადაადგილება შეზღუდა, მაგრამ ამავდროულად მათი განათლების შესაძლებლობაც გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ სმიტები მონათმფლობელები იყვნენ, იუწყებიან, რომ ისინი მილისა და კრისტინეს საკმაოდ კარგად ეპრობოდნენ. ჯოზეფის ცოლმა მაშინდელი კანონიც კი დაარღვია, როდესაც გოგონებს კითხვა-წერა ასწავლა, რაც იმ დროს საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო. მილიმ და კრისტინემ ასევე ისწავლეს რამდენიმე ენაზე საუბარი და მიიღეს პროფესიული მომზადება სიმღერაში, რაც შემდგომში მათ კარიერას განსაზღვრავდა. ჯოზეფ სმიტი ომის დროს გარდაიცვალა და უკან დატოვა ქონება, რომელშიც 30-ზე მეტი მონა შედიოდა. მისი გარდაცვალების მიუხედავად, მილი და კრისტინა სმიტების ოჯახში მონებად დარჩნენ. მაგრამ როცა სამოქალაქო ომი დასრულდა, თავისუფლებაც საბოლოოდ მოვიდა. ტყუპები, მათი მშობლები, და-ძმები და სამხრეთში უამრავი სხვა ადამიანი გათავისუფლდნენ, რადგან მონობა საბოლოოდ გაუქმდა შეერთებულ შტატებში. ომის დასრულების შემდეგ და მოზარდობის ასაკში შესვლისას, მილი და კრისტინი კვლავ შეძლეს ტურნეზე გასვლა და ეს უკვე უფრო მეტი დამოუკიდებლობით ხდებოდა ვიდრე ადრე. ეს იყო ეპოქა, როდესაც ცირკები ან როგორც მაშინ სასტიკად უწოდებდნენ, უცნაურობათა შოუები პოპულარობის პიკზე იმყოფებოდა. შოუმენები, როგორც იყო პიტი ბარნუმი, მართავდნენ ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც ხშირად სამედიცინო ანომალიებს აჩვენებდნენ. გიგანტებიდან და ჯუჯებიდან დაწყებული წვერიანი ქალებით, ზედმეტი კიდურების მქონეებით და სხვა მრავალი. ეპოქაში, როდესაც ტელევიზორი და რადიო არ არსებობდა, ცნობის მოყვარეობა ხშირად ჭარბობდა თანაგრძნობას ამ მდგომარეობის მქონე ადამიანების მიმართ. ამიტომაც ხალხი მასობრივად მიდიოდა ცირკებსა და ადგილობრივ ბაზრობებზე, როცა ისინი ქალაქში ჩამოდიოდნენ. მილი და კრისტინი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოდიოდნენ და ამ შოუებზე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. ამ პერიოდში შეერთებულ ტყუპებზე ფართო ინტერესს იჩენდნენ. ხშირად მათ სიამის ტყუპებსაც უწოდებდნენ. ეს ტერმინი წარმოიშვა ცნობილი შეერთებული ტყუპებისგან, ჩანგისა და ენგ ბუნკერისგან, რომლებიც სიამში დღევანდელ ტაილანდში დაიბადნენ. ზოგჯერ მილი და კრისტინი ისე აჩვენებდნენ ხალხს, რომ მათი მოგზაურობა არ ირღვეოდა, რათა დაემტკიცებინათ, რომ ისინი მართლაც შეერთებული ტყუპები იყვნენ. ამით აკმაყოფილებდნენ საზოგადოების ცნობის მოყვარეობას და ამავე დროს ინარჩუნებდნენ ღირსებას. მოგზაურობისას ხან ბარნუმის შოუებთან იყვნენ დაკავშირებულნი, ხან სხვა მენეჯერებთან. მილი და კრისტინი უფრო გამოცდილი გახდნენ საკუთარი საქმეების მართვაში და თითქოს თავიანთ როლშიც უფრო მეტად ჩაჯდნენ. 1860 წლების ბოლოს მათ დაწერეს მემუარები, სადაც გამოიყენეს დევიზი: როგორც ღმერთმა განიზრახა, ჩვენ დავთანხმდით, რაც მიუთითებს მათ მიერ საკუთარი უჩვეულო სამედიცინო მდგომარეობის მიღებასა და სურვილზე, რომ ამ მდგომარეობაში საუკეთესო გამოეყენებინათ. მალე ისინი ევროპაში დაბრუნდნენ და როგორც იმ დროის ბევრი ცნობილი ცირკის არტისტი, შეხვდნენ დედოფალ ვიქტორიას. მათი გამოსვლის მთავარი ღირსშესანიშნაობა იყო დუეტები, სადაც დები ერთად მღეროდნენ ან ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. კრისტინე მღეროდა ერთ სტროფს, ხოლო მილი რეფრენს, ან პირიქით.
ამ სიმღერებიდან ბევრი მოგვიანებით გამოქვეყნდა ვრცელ ბუკლეტში, რომელიც მათ ცხოვრებასა და კარიერას აღწერდა. ამ წლებში მილი და ქრისტინეს შესახებ მრავალი აღწერა დაიწერა. ამ აღწერებში გამოყენებულ ასეთ ენას დღეს ვერც კი წარმოიდგენდნენ. ერთ-ერთი ასეთი ნაშრომი, სახელწოდებით მილი ქრისტინეს ბიოგრაფიული ესკიზი, კაროლინელი ტყუპები, მეტსახელად ორთავთავიანი ბულბული და მსოფლიოს მერვე საოცრება. ტყუპებს მოიხსენიებს როგორც არსებას. და სხვა ადგილას მას მოიხსენიებს როგორც ერთ გოგონას. ისე თითქოს არ იცოდნენ, რომ შეერთებული ტყუპები ორი განსხვავებული ადამიანია. გოგონების ლივერპულში ჩამოსვლის კიდევ ერთმა სამწუხარო რეკლამამ 1871 წელს ისინი გემით ჩამოსულ ტვირთად მოიხსენია და აღნიშნა, რომ ჩამოვიდა ტვირთი, რომელიც მისტერ ტულის სიტყვებით შეიძლება ყველაზე უჩვეულოდ ჩაითვალოს. ანგარიში შემდეგნაირად გაგრძელდა. აქ ჩვენ გვყავს ახალგაზრდა ქალბატონი ერთი სხის სხეულით, მაგრამ ორი განსხვავებული გონებით, რომლებსაც ორი ცალკე თავი ატარებს. ყველა გონიერი ადამიანი, ვინც რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონის სასტუმროში ნახა იგი, ადასტურებს საოცარ გონიერებას, რომელიც ორივე ტვინში ჭარბობს. ორივე თავის საუბრის უნარი. როდესაც ისინი ერთდროულად ორ სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ, ამას სრულად ადასტურებს. მაგრამ საოცრება აქ არ დასრულებულა. ზოგიერთი ყველაზე თბილი დუეტი მუსიკის ენაზე შესრულდა მაღალი სოპრანოსა და სუფთა კონტრალტოს მიერ. ნოტები ორ თავიდან გამოდიოდა, თუმცა მხოლოდ ერთი ტანი ამარაგებდა ენერგიას. სხვები უბრალოდ საკმაოდ სულელურ ხუმრობებში ერთვებოდნენ. სინსინატის ინკვაიერმა იხუმრა, რომ ორთავიანი გოგონა კარგი ნაფიცი მსაჯული იქნებოდა. ის ერთდროულად ორივე მხარეს შეხედავდა საქმეში. ეს კომენტარები მიუხედავად იმისა, რომ დამცინავი იყო, ხაზს უსვამდა იმ წარმოუდგენელ პოპულარობას, რომელსაც ისინი მიაღწიეს. მაგრამ იყო კი მათი ცხოვრება მხოლოდ დასაცინი სანახაობა. თუ მათ ეს ცუდი სახელი რაღაც განსაკუთრებულად აქციეს. მილი და კრისტინე შეიძლება ჩაითვალონ მსხვერპლებად სამყაროსი, რომელმაც ისინი უცნაურ სანახაობად აქცია და ეს ნამდვილად მათი რეალობის ნაწილი იყო. თუმცა ამავე დროს მათნაირი შემსრულებლები, რომლებიც ბარნუმთან და სხვა ცირკებთან მუშაობდნენ, ამ პერიოდში საკმაოდ კარგად ანაზღაურებოდნენ. თუ ისინი საკმაისად გონიერნი იყვნენ, რომ თავიანთი პოპულარობა გამოეყენებინათ, შეეძლოთ ბევრი ფული ეშოვათ და უზრუნველად დაესვენათ პენსიაში. ქრისტინს შეეძლო, რომ ამერიკაში საგრაფო ბაზრობებზე მუშაობით წელიწადში დაახლოებით $20,000 გამოემუშავებინა. მაშინ, როცა დიდ ქალაქებში გამართული შოუები ან ევროპაში მოგზაურობები კიდევ უფრო მეტ შემოსავალს პირდებოდა. ეს უზარმაზარი თანხა იყო 1870-იან წლებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა აშშ-ში ფინანსური კრიზისი იყო, ეგრეთ წოდებულ გრძელი დეპრესია 1870-1879 წლებში, 29 წლებში. მათი შემოსავლის უნარისა და შემცირებული ბაზრის პირობებში, მათ თავიანთი ცხოვრების მანძილზე არსებული ნაკლი უპირატესობა დაქციეს და სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღეს. 1870-იან წლებში მათ შეიძინეს მაკეის პლანტაცია, სადაც ისინი 20 წელზე მეტი ხნის წინ იყვნენ დაბადებულნი და ეს პლანტაცია მამას აჩუქეს. მამის გარდაცვალების შემდეგ თავად შეიძენდნენ ფერმას და ააშენეს დიდი 14 ოთახიანი სახლი, სადაც თავიანთ მრავალრიცხოვან ნათესავებთან ერთად ცხოვრობდნენ. 20-იან ასაკში მილიმ და კრისტინმა საკმარისი ფული გამოიმუშავეს, რომ ნაწილობრივ პენსიაზე გასულიყვნენ. იმ დროის სხვა ცირკის შემსრულებლების მსგავსად, წარმატებული ტურნეების წლებმა, ჩვეულებრივ 5-დან 10 წლამდე, მათ საშუალება მისცა საკმარისი ქონება დაეგროვებინათ, რომ კომფორტულად ეცხოვრათ, ხშირად შინამოსამსახურე პერსონალთან ერთად, რომლებიც მათ ეხმარებოდნენ. თუ ფული იწურებოდა, ისინი ერთი ან ორი სეზონის განმავლობაში ტურნეში ბრუნდებოდნენ და დიდ თანხას გამოიმუშავებდნენ, რადგან მათ სანახავად დაგროვილი მოთხოვნა სრულდებოდა. ასე მოხდა 1871 წელს, როდესაც ტყუპებმა დაიწყეს ტურნე ევროპაში, ეწვივნენ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ბელგიას, ნიდერლანდებს, გერმანიას, იტალიას, ავსტრიას, უნგრეთსა და რუსეთს. შოუებიდან მიღებულ ანაზღაურებას ხშირად ავსებდნენ საჩუქრები, ევროპელი მმართველებისა და არისტოკრატებისგან, როდესაც ისინი ევროპის სამეფო კარზეც გამოდიოდნენ. ამერიკაში დაბრუნების შემდეგ დუეტმა ასევე დათანხმდა გამოჩენილიყო რამდენიმე ამერიკულ სამედიცინო დაწესებულებას და კოლეჯში ფიზიკური გამოკვლევისთვის. ეს შეიძლება ჩაითვალოს ექსპლუატაციურად და გარკვეულწილად სასტიკადაც კი. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ იმ პერიოდში სინამდვილეში არ არსებობდა საკმარისი ცოდნა შეერთებულ ტყუპებზე და ექიმებს ძალიან სურდათ ამ ფენომენის უკეთ გაგება. მილი და კრისტინე 1880-იანი წლებიდან სრულად გადადგნენ. ისინი უკვე 30-ებში იყვნენ და მშვიდად ცხოვრობდნენ იმ ფერმაზე, სადაც დაიბადნენ, ჩრდილოეთ კაროლინაში. კვლევები აჩვენებს, რომ ტყუპები ფარულად ეხმარებოდნენ თავიანთ საზოგადოებას, აფინანსებდნენ ადგილობრივ სკოლას შავკანიანი გოგონებისთვის და მხარს უჭერდნენ რამდენიმე კოლეჯს ორივე კაროლინაში. ხშირად ანონიმურად აკეთებდნენ ამ შემოწირულობებს.
ისინი საკმაოდ დიდხანს იცოცხლეს, რაც იშვიათია შეერთებული ტყუპებისთვის, რომლებიც ხშირად ჯანმრთელობის გართულებებს განიცდიან, იმის გამო, რომ ერთმანეთს მნიშვნელოვან ორგანოებსა და სხეულის ნაწილებს იზიარებენ. მილი და კრისტინის შემთხვევაში ისინი 60 ოდნავ გადაცილებულ ასაკში გარდაიცვალნენ და მათი სიკვდილი არ იყო დაკავშირებული შეერთებულ მდგომარეობასთან, არამედ იმ დროის ერთ-ერთი მთავარი მომაკვდინებელი დაავადების ტუბერკულიოზის შედეგი იყო. ტუბერკულიოზმა მილის სიცოცხლე 1912 წლის 8 ოქტომბერს 61 წლის ასაკში შეიწირა. კრისტინი გავრცელებული ინფორმაციით დაახლოებით 12 საათის შემდეგ გარდაიცვალა, რაც ძალიან სევდიანი დასასრული იყო. ისინი დაკრძალეს ტვაიტვილის სასაფლაოზე, სადაც ისინი 60 წელზე მეტი ხნის წინ დაიბადნენ. მათი საფლავის ქვაზე წერია: სული ორი ფიქრით, ორი გული, რომელიც როგორც ერთი, ისე ცემს. ტყუპებმა თავიანთი მნიშვნელოვანი ქონება დარჩენილ ოჯახის წევრებს დაუტოვეს. მილი და კრისტინის ისტორია ბოლო დროს რამდენიმე ბიოგრაფიის თემად იქცა, რაც მათ ადრე დავიწყებულ ამბავს უბრუნებს. შემდეგ გადავდივართ კანადაში, სადაც აქამდე არნახულმა მოვლენამ 5 და მსოფლიო სანახაობად აქცია. დიონების ხუთეული დაიბადა კანადის ონტარიოს პროვინციის ქალაქ კალენდარში 1934 წლის 28 მაისს. მათი მშობლები, ორი ფრანკო-კანადელი სახელად ოლივა ედუარდ დიონი და ელზა დიონი, 5 შვილს დაარქვეს: ანეტა, სესილი, ემილი, მარი და ივონი. ელზა დიონის ორსულობა უჩვეულო იყო. თუ დედას დღეს 5 შვილი ეყოლებოდა, ორსულობის რომელიღაცა ეტაპზე ეს სკანირების საშუალებით აუცილებლად გამოვლინდებოდა. თუმცა იმ დროს ამის გაკეთების მეთოდები ხელმისაწვდომი არ იყო, განსაკუთრებით კანადის სოფლებში. თუმცა ელზე მოგვიანებით აღნიშნავდა, რომ ორსულობის დროს ფიქრობდა, შესაძლოა ტყუპები ეყოლებოდა. სავარაუდოა, რომ მე-6 ბავშვიც არსებობდა. როგორც ელზე მოგვიანებით აღნიშნავდა, პირველი ტრიმესტრის ბოლოს მას ძლიერი სპაზმები ჰქონდა და სხეულიდან უჩვეულ წარმონაქმნი გამოიდევნა, რომელიც სავარაუდოდ ძალიან განუვითარებელი მე-6 ნაყოფი იყო. 5 დიონი გოგონა ნაადრევად დაიბადა, რაც სრულიად დამახასიათებელია მრავალნაყოფიანი ორსულობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორსულობა 5 ბავშვს მოიცავს. ამის შედეგად ისინი მნიშვნელოვნად ნაკლებწონიანი იყვნენ და სიცოცხლის პირველ დღეებსა და კვირებში გადარჩენისთვის ინტენსიური მოვლა სჭირდებოდათ. მაგრამ მათ გადარჩენა შეძლეს, რითაც გახდნენ პირველი ხუთეული, რომელიც დაიბადა და ჩვიობის ასაკს გადაურჩა. იმის გასაგებად, თუ როგორ განვითარდა დიონის ხუთეულის ცხოვრება 1930-იანი და 1940-იანი წლებში, საჭიროა უფრო ფართოდ განვიხილოთ ხუთეულებისა და მრავალნაყოფიანი ბავშვების ფენომენი. ტყუპები ბუნებრივად ჩნდება დაახლოებით ყოველ 250 ორსულობაზე ერთხელ. სამეული ჩნდება ყოველ 10,000 ორსულობაზე ერთხელ, ხოლო ოთხეული მხოლოდ ყოველ 700,000 ორსულობაზე ერთხელ. ეს მაჩვენებელი იზრდება უზარმაზარ რიცხვამდე. ყოველ 55 მილიონ ორსულობაზე ერთხელ, როდესაც საქმე ეხება ხუთეულს. ამიტომ ადვილი გასაგებია, რატომ მიიჩნიეს დიონ-კვინების ხუთეული ასეთი უნიკალურად, როდესაც ისინი დაიბადნენ და ყველა მათგანმა გადარჩა ცხოვრების პირველ კვირებში. მრავალი ბავშვის დაბადებას თან ახლავს სულ უფრო მეტი სამედიცინო რისკი, რაც უფრო მეტია ჩართული ბავშვების რაოდენობა. ამ რისკებს შორის მთავარი გართულება ისაა, რომ ბავშვები ან ნაადრევად იბადებიან, ან იმდენად დაბალი წონით, რომ ვერ გადარჩებიან. მრავალნაყოფიან ორსულობებში მკვდრად-შობადობა ბევრად უფრო ხშირია. გარდა ამისა, ეს სამედიცინო რისკები დაბადებით არ სრულდება. არსებობს მთელი რიგი დაავადებები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მრავალნაყოფიანი ორსულობის შედეგად დაბადებულ ბავშვებში ადრეულ ზრდასრულ ასაკში. მაგალითად, გენიანის ოთხეულის 4-ვე ბავშვი, რომლებიც 1930 წელს ამერიკის შუა დასავლეთში დაიბადნენ, სულ რამდენიმე წლით ადრე ვიდრე დიონ-კვინის ხუთეული, შიზოფრენიით დაავადდნენ. ცერებრალური დამბლა ასევე ბევრად უფრო ხშირია მრავალნაყოფიანი ორსულობის შედეგად დაბადებულ ბავშვებში. ამ ყველა რისკ ფაქტორის გათვალისწინებით გასაკვირი არ არის, რომ ტყუპებსა და სამეულებს დაბალი გადარჩენის მაჩვენებელი ჰქონდათ მე-17, მე-18 და მე-19 საუკუნეების სამედიცინო რევოლუციამდე. მაშინ, როცა ოთხეულებისა და ხუთეულების გადარჩენა საერთოდ არც კი გაგონილი იყო. პირველი დადასტურებული ოთხეული, რომლებიც გადარჩნენ დაბადებას, ჩვილობასა და ბავშვობას, იყვნენ გარიების ოთხეული, რომლებიც შვეიცარიაში 1890 წელს დაიბადნენ. დიონების ხუთეული იყო პირველი დადასტურებული შემთხვევა ხუთეულების გადარჩენისა. და სწორედ ამან მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და ისინი ცნობილები გახდნენ მათი დაბადების პირველივე წამიდან. დიონების ხუთეული მათი დაბადებისთანავე მედიის ინტერესის საგანი გახდა კანადასა და აშშ-ში. ეს ასევე სწრაფად გადაიქცა სამართლებრივ დავად.
მათი დაბადებიდან რამდენიმე დღეში გოგონების მამას, ოლივას, მიუახლოვდნენ პროგრესის საუკუნის საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორები, რომელიც ჩიკაგოში ტარდებოდა 1933 და 1934 წლებში. გამოფენა ჩიკაგოს როგორც ქალაქის 100 წლეულის აღსანიშნავად იყო ორგანიზებული, თუმცა ის ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაც იყო. ორგანიზატორებს ახლა სურდათ დიონის ხუთეული გამოფენის ნაწილად წარმოეჩინათ. სამწუხაროდ ოლივერ დიონი დაითანხმეს ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე და გამოფენის ორგანიზატორებთან შეთანხმების გაფორმებაზე ექიმ ალან როი დეფოს რჩევით, რომელიც წარმატებულ ორსულობას ხელმძღვანელობდა. თუმცა ოლივერმა და ელიზემ სწრაფად შეცვალეს აზრი და ოლივერმა სცადა ხელშეკრულების გაუქმება. ამტკიცებდა, რომ ის იურიდიულად ძალაში არ იყო, რადგან ელზირმა მას ხელი არ მოაწერა. გამოფენის ორგანიზატორებმა გააპროტესტეს ეს და სამართლებრივი დავა დაიწყო. ამ კონტექსტში ოლივამ გადაწყვიტა 5 გოგონას მეურვეობა კანადაში წითელი ჯვრისთვის გადაეცა, როგორც საშუალება, რომ ისინი გამოფენის ორგანიზატორებისგან დაეცვან. მას და ელზირს ასევე არ ჰქონდათ ფინანსური რესურსები და არც საჭირო ცოდნა, რომ 5 თხუპებზე ეზრუნათ. ამ შეთანხმების მიუხედავად, გოგონები მაინც გაგზავნეს ჩიკაგოში და იქ ცოტა ხნით გამოაჩინეს. ამ შემთხვევის შემდეგ კანადის მთავრობამ მიიღო დიონის 5 თხუპების აქტი, რომელმაც 5 გოგონა კანადის სახელმწიფოს მეურვეობაში გადაიყვანა. ოლივერ დიონს მისცეს ადგილი საბჭოში, რომელშიც შედიოდნენ დოქტორი დეფო და კანადის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი დევიდ კროუ. მაგრამ მან რეალურად არასდროს გამოიყენა თავისი ხმა ამ საბჭოში და გოგონები ფაქტობრივად სახელმწიფოს მეურვეობაში აღმოჩნდნენ 1930-იანი წლების შუა პერიოდში. კანადის მთავრობის მიერ დიონის 5 თხუპების ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყოფის ოფიციალური მოტივი იყო ის, რომ დარწმუნებულიყვნენ ისინი სწორად აღიზრდებოდნენ. მათ არგუმენტად მოყავდათ, რომ ოლივა და ელზე დიონს, რომლებსაც შეზღუდული რესურსები ჰქონდათ და უნიკალურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ კაცობრიობის ისტორიაში, ამისთვის შესაფერისები არ იყვნენ. თუმცა თავიდანვე კანადის მთავრობისა და 5 გოგონას მოვლისთვის დანიშნული პირის დამოკიდებულება უკიდურესად ექსპლუატაციური იყო. მათთვის სპეციალურად აშენდა საავადმყოფო, სახელად დაფოს საავადმყოფო, ან ბავშვთა სანერგე, რომელიც ექიმ დაფოს სახელს ატარებდა. ეს ტერიტორია ეკლიანი მავთულით იყო შემოსაზღვრული და ფაქტობრივად თემატური პარკი იყო. გოგონები აქ ცხოვრობდნენ უამრავი პერსონალის გარემოცვაში, ხოლო ყოველდღიურად ათასობით ვიზიტორი მოდიოდა მათ სანახავად. როდესაც 1936 წელს საავადმყოფო ასეთი სანახაობისთვის გაიხსნა, ვიზიტორები წინა კარიბჭეში შეიჭრნენ, რათა პირველები ყოფილიყვნენ, ვინც დიონის ხუთეულს იხილავდა. ეს ხდებოდა სპეციალურ საყურებელ ოთახში, სადაც გოგონები მინის ბარიერის მიღმა დასვეს დასაკვირვებლად. შემდეგი 7 წლის განმავლობაში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი მოვიდა დიონისების სანახავად. ზოგ დღეებში კი 6000-მდე ადამიანი გადიოდა იქ. ეს კანადის მთავრობისთვის უზარმაზარ შემოსავლის წყაროდ იქცა. ადამიანებს საავადმყოფოში შესვლისთვის ფულს ახდევინებდნენ და შედეგად ის, რაც მოგვიანებით Queensland-ად გახდა ცნობილი, შესვლის საფასურის სახით $50 მილიონ მეც გამოიმუშავებდა. თავის პიკზე Queensland-ი ჩრდილოეთ ამერიკაში ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორის მხოლოდ ისეთ ადგილებს ჩამორჩებოდა, როგორიცაა ნიაგარას ჩანჩქერი და გეტისბურგის ველი, სადაც 1863 წელს ამერიკის სამოქალაქო ომის ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა. გარდა ამისა, ისეთი ადამიანები, როგორიც იყო დოქტორი დაფო, უზარმაზარ სარგებელს იღებდნენ. მან თავისი მდგომარეობა გამოიყენა, რომ გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექიმი. დაწერა რამდენიმე წიგნი, სადაც რეკლამას უწევდა სამედიცინო და საკვებ პროდუქტებს, როგორიცაა Colgate, Quaker, Altsy და Lizol. და ხშირად ჩნდებოდა რადიოშიც და ტელევიზიაშიც, რომელიც მაშინ ზარდი მედია საშუალება იყო. საბოლოოდ გაჩნდა შეშფოთება ბავშვების აშკარა ექსპლუატაციასთან დაკავშირებით. ოლივერ დიონიც მტკიცედ იყო განწყობილი, რომ გაეთავისუფლებინა თავისი შვილები. თუმცა ეს სრულად კეთილგანზრახულ მოვლენად არ უნდა მივიჩნიოთ. გოგონების მშობლებს ისეთივე შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ ფინანსური მიზეზებით გამოეყენებინათ თავიანთი შვილები, როგორც ამას კანადის მთავრობა და დოქტორი დაფო აკეთებდნენ. თუმცა ოლივა და ელზა დიონის მოთხოვნები უგულებელყოფილი ვერ დარჩებოდა და მას შემდეგ, რაც 1940-იანი წლების დასაწყისში მასშტაბური ზეწოლის კამპანია დაიწყო, გოგონების მეურვეობა 1942 წელს მშობლებს დაუბრუნდა. დიდი სატრასტო ფონდი შეიქმნა ხუთეულებისთვის, როდესაც კანადის მთავრობა მათზე მეურვეობა აიღო 1930-იან წლებში. ეს ფონდი საკმაოდ გაიზარდა Queensland-დან და სხვა აქტივობებიდან მიღებული ჰონორარების წყალობით.
განსაკუთრებით კი იმით, რომ გოგონები 1936-დან 1938 წლამდე რამდენიმე ფილმში გამოჩნდნენ. სატრასტო ფონდის ფულით დიონების ოჯახისთვის დიდი 20 ოთახიანი სასახლე აშენდა, სადაც ისინი 1953 წელს გადავიდნენ. ოჯახური ცხოვრება, რომელსაც დიდი სახლი ეწოდა, რთული აღმოჩნდა. ხუთეულებს რამდენიმე სხვა და ძმაც ჰყავდათ. მათ შორის იყვნენ 5 უფროსი შვილი, რომლებიც 1926-დან 1933 წლამდე დაიბადნენ და 3 უმცროსი ბიჭი, რომლებიც 1936-დან 1946 წლამდე დაიბადნენ. თუმცა ხუთეულის ოჯახისგან თითქმის 10 წლით განცალკევების შემდეგ მათსა და დანარჩენ დიონებს შორის დისტანცია გაჩნდა. გარდა ამისა, როგორც გოგონები მოგვიანებით გაიგებდნენ, ოჯახის დანარჩენი წევრები ფაქტობრივად ფუფუნებაში ცხოვრობდნენ გოგონების სატრასტო ფონდის შემოსავლებზე დაყრდნობით. სიტუაციას ამძიმებდა ისიც, რომ არსებობდა ბრალდებები. თითქოს მათი მამა ოლივა დიონი 1940-იანი წლების შუა და ბოლოსა და 1950-იანი წლების დასლების დასაწყისში სექსუალურად ძალადობდა მათზე. 5 და ბავშვობის სახლს მაშინ დატოვა, როცა 18 წლის გახდნენ. მათ მშობლებს ადანაშაულებდნენ იმაში, რაც მათ ადრეულ წლებში გადახდათ. თუმცა ამ ყველაფერში დიდი წილი ჰქონდა კანადის მთავრობის მკაცრ ქცევას და გვინტუბლეტების აშკარა ექსპლუატაციას. არასაკვირველია, რომ 5 გოგონამ ოლივა და ელზა დიონთან მხოლოდ შეზღუდული კონტაქტი შეინარჩუნა. მალე მას შემდეგ, რაც მათ თავი მშობლებისგან გაათავისუფლეს, 5 ოთხად იქცა. ემილიმ გადაწყვიტა, რომ მონაზონი გამხდარიყო, როცა სრულწლოვანებას მიაღწია. მაგრამ კვებეკში, სენტაგატ-დე-მონის მონასტერში, როგორც პოსტულანტი, ანუ დამწყები, მისი პირველი თვეები დაავადებებმა დაჩრდილა, ძირითადად კრონჩხვებით გამოვლენილმა. 1954 წლის 6 აგვისტოს ერთ-ერთი ასეთი შეტევა იმდენად მძიმე იყო, რომ ემილი მასში დაიხრჩო და გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების დროს ემილი მხოლოდ 20 წლის იყო. 5 დებიდან ერთადერთი, ვინც ასევე ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, იყო მარი. 1970 წლის 27 თებერვალს, როცა დიონების ხუთეული 35 წლის იყო, მარი მონრეალში გარდაიცვალა, თავის ტვინში სისხლის შედედების გამო. იონმა, სესილმა და ანეტმა რამდენიმე დღის განმავლობაში მასთან კონტაქტი ვერ დაამყარეს და პოლიციას გამოძიება სთხოვეს. ისინი მის ბინაში, საძოლში გარდაცვლილად აღმოაჩინეს. ივონმა, სესილმა და ანეტმა ხანგრძლივი ცხოვრება განაგრძეს. ივონმა შემდეგ მრავალფეროვანი კარიერა აერჩია. სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც მედ და მოქანდაკე და ბიბლიოთეკარი. ის არასდროს დაქორწინებულა და შვილები არ ჰყოლია. ანეტა დაქორწინდა და 3 ვაჟი ჰყავდა, ხოლო სესილიც დაქორწინდა და 5 შვილი ჰყავდა, მათ შორის ტყუპები. ანეტას და სესილის ორივე ქორწინება საბოლოოდ განქორწინებით დასრულდა. მათი ტრავმული ბავშვობის გამო დიონების და ძმებს უჭირთ ნდობის გაჩენა და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება ერთმანეთის გარდა. ამ ქორწინებების დაშლის შემდეგ სამივე ერთად ცხოვრობდა მონრეალში მდებარე სახლში 1990-იან წლებში. აქ ისინი იბრძოდნენ სამართლიანობისთვის იმ ცუდი მოპყრობის გამო, რაც ბავშვობაში გადაიტანეს და 1998 წელს წარმატებით უჩივლეს ონტარიოს პროვინციის მთავრობას. წინა წელს მათ წერილი მისწერეს კენი და ბობი მაკოებს, პირველი ცნობილი გადარჩენილი შვიდეულის მშობლებს. მათ ურჩიეს შეეზღუდათ მედიის ყურადღება და ჩარევა, როგორც საკუთარ, ისე მათი 7 ახალი შვილის ცხოვრებაში. ივონე გარდაიცვალა 2001 წლის 23 ივნისს მონრეალის საავადმყოფოში. ის 67 წლის იყო და გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე კიბოს ოპერაცია ჩაუტარდა. ანეტიც და სესილიც დღესაც ცოცხლები არიან და მათთან ერთად ჩატარდა ინტერვიუ 2021 წლის მაისის ბოლოს, მათი 87 წლის იუბილეს აღსანიშნავად. დების მემკვიდრეობა საინტერესოა. ისინი მრავალი ფილმის, ტელეშოუს, წიგნის და თუნდაც 3 შტარკაცის სკეჩის თემად იქცნენ. მათგან ბევრი 1930-იან და 40-იან წლებში მათი პოპულარობის პიკზე შეიქმნა, ხოლო 2018 წელს ხუთეულების დაბადება კანადაში ოფიციალურ ეროვნულ ისტორიულ მოვლენად აღიარეს. მაგრამ ეს შერეული მემკვიდრეობაა, რადგან დიონები ფაქტობრივად ცუდად ექცეოდნენ და იყენებდნენ ისინი, ვისაც მათი ბავშვობის წლებში ზრუნვა ევალებოდა. ჩვენი მესამე ისტორია ბრიტანეთის მაღალი საზოგადოებისკენ მიგვიყვანს, სადაც სამეფო სისხლმა ვერ დაიცვა ორი და ღალატისგან. სანამ ნარისა და კეტრინ ბოულს ლაიონების ტრაგიკულ ცხოვრებასა და მათ გარშემო არსებულ დავას განვიხილავდეთ, ჯერ უნდა დავადგინოთ ვინ იყვნენ ბოულს ლაიონები.
ოჯახის გვარი წარმოიშვა მე-18 საუკუნის შუა პერიოდში, როდესაც ჯონ ბოულსმა, სტრატმორისა და კინგჰორნის მეცხრე გრაფმა, შოტლანდიის პერაში, რომელიც ასევე კლანის მეთაური იყო, ლაიონს მიენიჭა ახალი არისტოკრატიული გვარი, ბოულს ლაიონი, პარლამენტის აქტით. ოჯახს საბოლოოდ შეუძლია თავისი წარმომავლობა მე-14 საუკუნემდე მიიყვანოს, როდესაც ჯონ ლაიონი, გლამის ლორდი, შოტლანდიის კამერლინგი იყო, მაშინ როცა ოჯახის წარმოშობა მე-11 საუკუნემდე მიდის. ბოულს ლაიონის ოჯახის თავი მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო კლოდ ბოულს ლაიონი, სტრატმორისა და კინგჰორნის მე-14 გრაფი. მისი მეორე უფროსი ვაჟი ჯონი, რომელიც 1886 წელს დაიბადა, ნარისასა და კეტრინის მამა იყო. ამგვარად ისინი მე-14 გრაფის შვილიშვილები იყვნენ, რომელიც ბრიტანეთის არისტოკრატიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის არისტოკრატი იყო. ბოულს ლინის ოჯახის მნიშვნელობის გამო ჯონი დაქორწინდა ფენელა ჰეპბერნ სტიუარტ ფორბს ტრეფესისზე, რომელიც 21-ე ბარონ კლინტონის უმცროსი ქალიშვილი იყო. ჯონ ბოულს ლინისა და ფენელას ქორწინებამ მალე მრავალი შვილი გამოიღო. მათ ქალიშვილი, სახელად პატრიცია, 1916 წლის ივლისში შეეძინათ, თუმცა სამწუხაროდ ის პირველ დაბადების დღემდე გარდაიცვალა. რამდენიმე თვეში კიდევ ერთი ქალიშვილი, ენი, შეეძინათ. ის ჯანმრთელი იყო და შედარებით დიდხანს და ბედნიერად იცხოვრა. ისევე როგორც დიანამ, რომელიც ბევრად მოგვიანებით 1923 წელს დაიბადა. თუმცა ჯონისა და ფენელას კიდევ ორი ქალიშვილი პრობლემებს განიცდიდა. ესენი იყვნენ ნარისა, რომელიც 1919 წლის 18 თებერვალს დაიბადა, და კეტრინი, მათი 5 ქალიშვილიდან უკანასკნელი, რომელიც 1926 წლის 4 ივლისს დაიბადა. სამწუხაროდ, როგორც ნარისა, ასევე კეტრინი გონებრივი შეზღუდვებით დაიბადნენ. იმ დროის ნაკლებად პოლიტკორექტული ტერმინოლოგიით, ისინი კლასიფიცირებულნი იყვნენ როგორც, ციტატა, იმბეცილები და მათი დაავადების ზუსტი ბუნება დღემდე ბოლომდე გარკვეული არ არის. ასეთი დაავადებები სრულიად უჩვეულო არ იყო ევროპულ არისტოკრატიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში. წლების განმავლობაში ახლო ნათესავებში ქორწინებამ და შიდა შეჯვარებამ გამოიწვია მძიმე დაავადებებისა და ფსიქიკური პრობლემების გავცის გავრცელება კონტინენტის მრავალი სამეფო დინასტიის წარმომადგენლებში. რაც არ უნდა ყოფილიყო. ნარისასა და კეტრინ ბოულს ლაიონსის შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ მათ არასდროს ისწავლეს სწორად საუბარი, ან ეფექტურად კომუნიკაცია. ეს ყველაფერი მოხდა იმ დროს, როდესაც ძალიან მცირე იყო სამედიცინო ცოდნა მსგავსი დაავადებების გამომწვევი მიზეზების შესახებ და ფსიქიკურ შეზღუდულობებს კვლავ თან ახლდა მნიშვნელოვანი სოციალური სტიგმა. ამგვარად 1951 წელს ნარისა და კეტრინი, რომლებიც იმ დროისთვის შესაბამისად 22 და 15 წლისები იყვნენ, ოჯახმა სურეის სამეფო ელდერის საავადმყოფოში განათავსა. ეს საავადმყოფო 1855 წელს გაიხსნა როგორც ფსიქიკურად დაავადებულთა თავშესაფარი, მაგრამ მე-20 საუკუნის შუა პერიოდში ის გადაიქცა დაწესებულებად, რომელიც მძიმე ფსიქიკური შეზღუდულობის მქონე პაციენტებისთვის იყო განკუთვნილი. შემდეგ კი ოჯახმა ძირითადად სცადა დაევიწყებინა ის ფაქტი, რომ ეს ორი გოგონა ოდესმე არსებობდა. შემდგომ წლებში მათი დედა ფენელა არ სტუმრობდა დებს, არც ოჯახის სხვა წევრები მიდიოდნენ მათთან. მათი მამა ჯონი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. ის ნაადრევად გარდაიცვალა 1930 წელს, 44 წლის ასაკში, პნეუმონიით. Perhaps a major unexplained aspect. ამ ყველაფრის გამო ოჯახმა 1951 წლამდე დაიცადა, როცა ნარისა უკვე 20-იან წლებში იყო, რომ დები ინსტიტუციურ მზრუნველობაში გადაეყვანათ. ნარისასა და კეტრინის მძიმე მდგომარეობა, რაც არ უნდა რთული იყოს ჩვენთვის გასააზრებლად მე-20 საუკუნის დასაწყისში, ალბათ არასდროს გახდებოდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანი. რომ არა ის კავშირები, რომლებიც ამ დროისთვის ჩამოყალიბდა ბოულს ლიონის ოჯახსა და ბრიტანეთის სამეფო ოჯახს შორის. 1923 წლის 26 აპრილს, როცა ნარისა მხოლოდ 4 წლის იყო, კიდევ 3 წლით ადრე ვიდრე კეტრინი დაიბადებოდა, მათი მამის, ჯონის უმცროსი და ელიზაბეთ ბოულს ლიონი დაქორწინდა ალბერტზე, იორკის ჰერცოგზე, ბრიტანეთის მეფე ჯორჯ მე-5-ის უმცროს ვაჟზე. ამგვარად 1923 წლიდან ბოულს ლიონები ქორწინებით დაკავშირებულნი იყვნენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან. ეს კავშირი ბრიტანეთის მონარქიასთან მომავალ წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა. როგორც მეფე ჯორჯ მე-5-ის უმცროსი ვაჟი, არავინ ელოდა, რომ ალბერტი ბრიტანეთის გვირგვინს მიიღებდა. როდესაც მეფე 1936 წლის იანვარში გარდაიცვალა, მას მემკვიდრეობით მისი ვაჟი ედუარდი მოჰყვა, რომელიც მეფე ედუარდ მერვე გახდა.
ახალი მონარქის მმართველობა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან მისი გადაწყვეტილება დაქორწილი იყო უოლის სიმფსონზე, ამერიკელ ქალზე, რომელიც ორჯერ იყო განქორწინებული. მიუღებლად ჩაითვალა ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტისთვის. შედეგად 12 თვეზე ნაკლებ დროში ედუარდმა ტახტი დატოვა და მას მემკვიდრეობით იორკის ჰერცოგი მოჰყვა, როგორც მეფე ჯორჯ მე-6-ე. ამ ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ ელისაბედ ბოულზ-ლიონი, ნარისასა და კეტრინის დეიდა, ბრიტანეთის დედოფალი კონსორტი გახდა. გარდა ამისა, 1926 წლის აპრილში, სულ რამდენიმე კვირით ადრე, სანამ კეტრინ ბოულზ-ლიონი დაიბადებოდა, ელისაბედმა შვილი გააჩინა, რომელსაც დედის პატივსაცემად ელისაბედი დაარქვეს. ეს იყო ბრიტანეთის მომავალი დედოფალი ელისაბედ II, რომელიც ნარისასა და კეტრინის ბიძაშვილი იყო. სამივე ახალგაზრდა ქალს ერთი და იგივე ბებია ბაბუ ჰყავდა. კლოდ ბოულზ-ლიონი, სტრატმორისა და კინგჰორნის მე-14 გრაფი და სესილია ბოულზ-ლიონი, ქალიშვილობის გვარით კავენდიშ ბენტინგი. წლების განმავლობაში ნარისა და კეტრინი კვლავ ცხოვრობდნენ სამეფო ერლ სუდის საავადმყოფოში, სადაც მათი ნათესავები მათ თითქმის არ აქცევდნენ ყურადღებას. მათ სურეის საავადმყოფოში შესვლიდან 10 წელზე ცოტა მეტი დროის შემდეგ მათი დეიდის ქმარი, მეფე ჯორჯ მე-6-ე, ნაადრევად გარდაიცვალა ოჯახის გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემის გამო, რომელიც ჯაჭვური მოწევით იყო გამოწვეული. მას მემკვიდრეობით ნარისასა და კეტრინის ბიძაშვილი, დედოფალი ელიზაბედ მეორე მოჰყვა, რომელმაც შემდეგი 70 წლის განმავლობაში ბრიტანეთს მართა და საერთაშორისო ისტორიაში მეორე ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქი გახდა. ნარისასა და კეტრინთან დაკავშირებული დავის დიდი ნაწილი 1963 წლის ბერკის პიერჟის გამოცემას ეხება. ბერკის პიერჟი გენეალოგიური კვლევაა, რომელიც ყოველწლიურად გამოიცემა და შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ბრიტანეთისა და ირლანდიის არისტოკრატიის ყველა წევრზე, მათ წინაპრებსა და ამ ოჯახების ამჟამინდელ წევრებზე, მათ შორის სამეფო ოჯახის გაფართოებულ წევრებზე, ჰერცოგებზე, გრაფებზე, ბარონეტებზე, ბარონებზე და სხვა მიწათმფლობელ არისტოკრატიულ ოჯახებზე. ის პირველად გამოაქვეყნა 1826 წელს ირლანდიელმა გენეალოგმა ჯონ ბერგმა, იმ დროს, როდესაც ირლანდია ჯერ კიდევ სრულად ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ იყო. მე-20 საუკუნისთვის პიერჟი ყოველწლიურად გამოიცემოდა, ხოლო ბრიტანეთისა და ირლანდიის არისტოკრატიის წევრებს ეგზავნებოდათ ფორმები, რათა განიახლებინათ თავიანთი ოჯახების გენეალოგიური მონაცემები. 1963 წელს, როდესაც ბოულზ-ლინის ოჯახმა მიიღო მათი ფორმა, ნარისასა და კეტრინის დედამ ფენელამ იგი შეავსო. საკამათოდ მან ნარისა მიუთითა თითქოს 1940 წელს გარდაიცვალა, ხოლო კეტრინი თითქოს ახლახან 1961 წელს. ეს მიუხედავად იმისა, რომ მისი ორი ქალიშვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ერლ-სუდის საავადმყოფოში ცხოვრობდა. შეიძლებოდა კი ოჯახი მართლა შეცდომაში შეყვანილიყო და ეფიქრათ, რომ ორი ქალიშვილი გარდაცვლილი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისინი ყოველწლიურად აგრძელებდნენ ერლ-სუდისთვის 125 ფუნტის გადახდას მათი შენახვისთვის. იმ დროს ამას დიდი ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ 1986 წელს გაირკვა, რომ გოგონები 1963 წელს გარდაცვლილებად იყვნენ ჩაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე იმ დროს ცოცხალი იყო. იმის მცდელობაში, რომ ეს აეხსნა, ფენელას დისშვილმა განაცხადა, რომ მისი დეიდა, რომელიც იმ პერიოდში გარდაიცვალა, გაფანტული ადამიანი იყო და მისთვის სრულიად დამახასიათებელი იქნებოდა ისეთი ფორმის არასწორად შევსება, როგორიცაა ბერკის პიერჟის ფორმა. თუმცა ეს ნელად თუ შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებელ ახსნად. ფენელამ მიუთითა კონკრეტული თარიღები, როცა მისი ორი ქალიშვილი როგორც ამბობდნენ გარდაიცვალა და აშკარად ცდილობდა დაეფარა ის ფაქტი, რომ ოჯახმა ისინი ერლ-სუდში განათავსა და შემდეგ ისე მოიქცა, თითქოს ისინი საერთოდ არ არსებობდნენ. ნარისა და კეტრინი ერლ-სუდში 10 წლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ნარისა საბოლოოდ გარდაიცვალა 1986 წელს 66 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც პირველად საავადმყოფოში 45 წლის წინ მოათავსეს. მის დაკრძალვას მათი გაფართოებული ოჯახის არც ერთი წევრი არ დასწრებია. თუმცა იმ დროისთვის მათი უშუალო ოჯახის ბევრი წევრი უკვე გარდაცვლილი იყო. ამის ნაცვლად, მხოლოდ საავადმყოფოს პერსონალი ესწრებოდა დაკრძალვას. კატერინი ერლ-სუდში ცხოვრებას აგრძელებდა მანამ, სანამ საავადმყოფო 1997 წელს არ დაიხურა. დახურვამდე კატერინი და კიდევ რამდენიმე ბიძაშვილი, რომლებიც წლების განმავლობაში ერლ-სუდში იმავე გენეტიკური დაავადებით იყვნენ გაგზავნილნი, გადაიყვანეს ქეთვინ ჰაუსში, რომელიც სარეიში მდებარე ახლომდებარე მზრუნველობის სახლი. როდესაც ისიც დაიხურა, 2001 წელს კატერინი კვლავ გადაიყვანეს. ის გარდაიცვალა მხოლოდ 2014 წლის თებერვალში, თითქმის 90 წლის ასაკში. მას შემდეგ, რაც 70 წელზე მეტი სხვადასხვა მზრუნველობის სახლში გაატარა.
არც მას და არც ნარისას არასოდეს უსწავლიათ სხვებთან კომუნიკაცია. იმდენად მძიმე იყო მათი შეზღუდულობა. ნარისასა და კეტრინის ისტორია დიდი დაპირისპირების წყაროდ იქცა. 1986 წელს ნარისას გარდაცვალების შემდეგ. დედოფლის ბიძაშვილების ისტორია, რომლებიც სამყაროსგან დამალეს და ფაქტობრივად საკუთარი ოჯახიდან განკვეთეს. ბრიტანეთში გაზეთმა სანმა გაავრცელა. შემდგომმა გამოძიებებმა გამოავლინა, რომ მათმა დედამ ფენელამ არასწორი ინფორმაცია მიმიაწოდა. თითქოს მისი ქალიშვილები მრავალი წლის წინ გარდაცვლილიყვნენ, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა დაპირისპირება. აქ იყო მტკიცებულება, რომ ბოულს ლაიონებმა არა მხოლოდ ორი შვილი საავადმყოფოში განათავსეს და შემდეგ ისინი ფაქტობრივად უგულებელყვეს, არამედ შემდეგაც კი თავი მოაჩვენეს, თითქოს დები მრავალი წლის წინ გარდაცვლილიყვნენ. სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა იმ ფაქტმა, რომ ნარისას გარდაცვალების დეტალები და ისიც გამოაშკარავდა, რომ მის დაკრძალვას არც ერთი ოჯახის წევრი არ დასწრებია. შოკის მომგვრელია, რომ მისი საფლავი რედსტაუნის სასაფლაოზე მოუნიშნავი იყო, მხოლოდ პლასტმასის ტეგითა და სერიული ნომრით იყო აღნიშნული. ეს მოგვიანებით გამოსწორდა, როდესაც ნარისას ორმა დისწულმა და ძმისშვილმა საფლავზე საფლავის ქვა დააყენეს. 1980-იანი წლების ბოლოსთვის მომხდარის დეტალები ძირითადად უკვე საჯარო იყო. თუმცა ეს ამბავი მას შემდეგ რამდენჯერმე კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. მაგალითად, 2011 წელს არხმა ოთხმა გაუშვა ეთერში დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით დედოფლის ფარული ბიძაშვილები. B. ამ დოკუმენტურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დები ოჯახის მხრიდან უყურადღებოდ და ცუდად იყვნენ მოპყრობილნი, მაშინ როცა ბოულს ლინის ოჯახის დანარჩენი წევრები პატივში და ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. ასევე მიიჩნევდნენ, რომ ეს ძალიან გაანაცხენებდა დედოფალ ელისაბედ მეორეს, რომელიც უშუალოდ იყო დაკავშირებული ამ საკითხთან. მაგრამ ვინ იქნებოდა თითქმის სრულად გაუთვითცნობიერებელი იმაში, რაც ნარისასა და კეტრინს შეემთხვათ. და ნამდვილად არ იყო არანაირად ჩართული იმ გადაწყვეტილებაში, რომ და-ძმები ერლსუჩი მოითავსებინათ 1951 წელს. უახლეს პერიოდში ნარისასა და კეტრინის ამბავი პოპულარულ Netflix-ის დრამაში გვირგვინში გაჟღერდა და მეოთხე სეზონის მეშვიდე სერიის მემკვიდრეობითი პრინციპის განუყოფელ ნაწილად იქცა. მათი ისტორიის ხელახლა გამოჩენასთან ერთად, ისეთი მნიშვნელოვანი გამოცემები, როგორიცაა Harper's Bazaar და Esquire, კვლავ აშუქებენ ბოულს ლაიონის დების ამბავს. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ დებზე არსებული სკანდალი ნამდვილად მიუთითებს ბოულს ლაინის ოჯახის გარკვეულ გულგრილ ქცევაზე, ნარისასა და კეტრინის ისტორია ასახავს იმას, თუ როგორ ექცეოდა თითქოს და განათლებული საზოგადოება, როგორიც ბრიტანეთია, მძიმე ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანებს, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის შუა წლებში. ჩვენ ინგლისში ვჩებით ჩვენი შემდეგი ამბისთვის, რადგან ავადმყოფობამ ნელ-მელა შეიწირა, ორი მყიფე არისტოკრატიდა. ლედი ჟაკლინ მერი ალვა მონტაგუ და ლედი ელის ელეონორ ლუიზა მონტაგუ. ორივე დაიბადნენ 1879 წლის 27 ნოემბერს. ისინი იყვნენ ჯორჯ მონტაგუს, მანდევილის ვისკონტისა და კონსუელო მონტაგუს, ნისნაგარის მეორე და მესამე შვილები. ტყუპებს ჰყავდათ უფროსი ძმა უილიამი, რომელიც მოგვიანებით გახდებოდა მანჩესტერის მეცხრე ჰერცოგი. ტყუპი დები დაიბადნენ ვიქტორიანული ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი წრის არისტოკრატიულ ოჯახში. მათი მამა ჯორჯი იყო მანჩესტერის მეშვიდე ჰერცოგის შვილი და საბოლოოდ თავადაც გახდა მერვე ჰერცოგი 1890 წელს, როცა მისი ქალიშვილები მხოლოდ 10 წლისები იყვნენ. მათი დედაც ძალიან ცნობილი ოჯახიდან იყო წარმოშობით. მისი მამა იყო დონ ანტონიო მოდესტო ისნაგარი, ბიზნესმენი, რომელიც მდიდარი კუბელი ოჯახიდან მოდიოდა, რომელთაც თაობების განმავლობაში შაქრის პლანტაციები ჰქონდათ კუნძულზე. თუმცა მათ თავიანთი ბიზნეს და პოლიტიკური ინტერესები შეერთებულ შტატებში გადაიტანეს, როდესაც ესპანეთის იმპერია ამერიკაში დაინგრა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში. კონსუელო მოგვიანებით გახდა ერთ-ერთი პირველი მაგალითი იმ ქალებისა, ვისაც ჩვეულებრივ დოლარის პრინცესებს ან დოლარის მემკვიდრეებს უწოდებენ. მდიდარი ამერიკელი ბიზნესმენების ქალიშვილები, რომლებსაც წამყვანი ბრიტანული არისტოკრატიული ოჯახების ვაჟებზე ათხოვებდნენ. ამერიკელი ოჯახი ამყარებდა კავშირებს ბრიტანელ არისტოკრატებთან და ამით ზრდიდა საკუთარ სოციალურ სტატუსს, ხოლო ბრიტანელი არისტოკრატები ირებდნენ დიდ ფინანსურ შემოსავალს. იმ დროს, როდესაც ბევრი ჰერცოგი, გრაფი და ლორდი წლების განმავლობაში ფუფუნებაში ცხოვრების გამო დაგროვილი ვალების გამო წვალობდნენ, ამგვარად ჟაკლინ მერი და ელის ელეონორა, ანუ როგორც ოჯახი ეძახდა მეი და ნელი, დაიბადნენ კუბელ-ამერიკელი დედისა და ბრიტანელი არისტოკრატი მამის გათვლით ქორწინებიდან.
მეისა და ნელის ბავშვობა საკმაოდ ქაოტური იყო ვიქტორიანული ბრიტანეთის არისტოკრატიის შვილებისთვის. თავდაპირველად ისინი ცხოვრობდნენ მონტაგუს ოჯახის სხვადასხვა ინგლისურ მამულში. დროის ნაწილს ლონდონში ატარებდნენ, ნაწილს კი ბოლტონის ციხესიმაგრეში, კემბრიჯშირში. ეს საგვარეულო სახლი მონტაგუს ოჯახის მთავარი რეზიდენცია და ციხესიმაგრე იყო, რომელსაც მდიდარი ისტორია ჰქონდა და მისი არსებობა მე-16 საუკუნემდე მიდიოდა. როდესაც დედოფალმა კატერინ არაგონელმა თავისი ბოლო წლები აქ გაატარა მას შემდეგ, რაც მეფე ჰენრი მერვესგან განქორწინდა. თუმცა მათი ცხოვრება თავდაყირა დადგა, როდესაც ისინი მხოლოდ 4 წლისები იყვნენ, როცა მათმა ბაბუამ, მანჩესტერის მე-7 ჰერცოგმა, თავისი შვილი და მისი ოჯახი ირლანდიაში გადაასახვა. აქ ისინი ცხოვრობდნენ ტანტრეჯის სასახლის მამულში, რომელიც მდებარეობს არმას საგრაფოში, ალსტერის სამხრეთ ნაწილში. ეს გამოწვეული იყო მათი მამის დაუფიქრებელი ცხოვრების წესით ლონდონში, სადაც მისი სმა, აზარტული თამაშები და სხვა საქმიანობები სწრაფად გაანიავეს კონსუელოს მიერ ქორწინებაში მოტანილი 6 მილიონი დოლარის მზითვის უმეტესი ნაწილი. მისი ხარჯების უკეთ გასაგებად, ეს თანხა, რომელიც მან სულ რამდენიმე წელიწადში დახარჯა, დღეს 170 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. საინტერესოა, რას გრძნობდნენ ეს ორი გოგონა ქვეყანაში, სადაც მონტაგიუს მსგავსი ოჯახები უცხო მბრძანებლებად მიიჩნეოდნენ, რომლებმაც რომაელი კათოლიკე ირლანდიელი მოსახლეობა ჩაანაცვლეს. და სადაც ისინი უფრო და უფრო აცნობიერებდნენ თავიანთი დედისა და მამის დაძაბულ ურთიერთობას, რომელთა ქორწინებაც ბედნიერებისგან შორს იყო. ტყუპიდების მდგომარეობა კვლავ შეიცვალა 1890 წელს, როდესაც მათი ბაბუის გარდაცვალებამ ოჯახი სრულად დააბრუნა ინგლისში და მათი მშობლები კიმბოლტონში, მანჩესტერის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის ტიტულებს დაეუფლნენ. მათი ურთიერთობა მშობლებთან უცნაურად დაშორებული იქნებოდა. ჰერცოგი და ჰერცოგინია სულ უფრო მეტ დროს ატარებდნენ კიმბოლტონსა და ლონდონს შორის. მათი დედა კი მრავალ საქველმოქმედო საქმიანობაში იყო ჩართული, ხოლო მეი და ნელი სულ უფრო მეტად ძიძების, მასწავლებლებისა და სხვა სახლის პერსონალის მზრუნველობის ქვეშ იყვნენ. ამ პერიოდში გახდა ნათელი, რომ ნელი ავადიო იმ დროს ჭლექად წოდებული დაავადებით, რომელსაც დღეს ტუბერკულიოზად ვიცნობთ. მე-19 საუკუნის ბოლოს მას თეთრი სიკვდილი ეწოდებოდა. იმ დროისთვის ეს დაავადება დასავლურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებლად იყო ქცეული. ის ნელ-ნელა გამოჩნდა მე-17 საუკუნიდან მოყოლებული. რათა ჩაენაცვლებინა ყვავილი, როგორც იმ დროის კიბო, ეს სასუნთქი სისტემის დაავადებაა და თავდაპირველად ძირითადად ფილტვებს აზიანებს, სანამ სასუნთქი სისტემა საბოლოოდ არ დაიშლება. იწვევს კუნთებისა და სხეულის განლევას. ამიტომაც ეწოდება მას ჭლექი. თითქოს სხეული ნელ-ნელა ილევა. იმ დროისთვის, როცა ნათელი გახდა, რომ ნელი ამ დაავადებით იტანჯებოდა, ბრიტანეთის მსგავს ქვეყნებში ნაადრევი გარდაცვალებების თითქმის 25% ტუბერკულოზის გამო ხდებოდა. ეს ინფექციური დაავადება ბაქტერიებით არის გამოწვეული და ვრცელდება ჰაერით ერთი ადამიანიდან მეორეზე, როდესაც ფილტვებში აქტიური ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები ახველებენ, აფურთხებენ, ლაპარაკობენ ან აცემინებენ. ზოგადად მიიჩნევა, რომ მეიც ტუბერკულოზით იყო დაავადებული, ამიტომ შესაძლებელია, რომ მან ეს დაავადება თავისი დისგან გადაედო, თუმცა მას ეს დიაგნოზი ოფიციალურად არასდროს დაუსვეს. ნელმა და მეიმ შესაძლოა განიცადეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქრონიკული ხველა სისხლიანი ნახველით, სიცხე, ღამის ოფლიანობა და წონის კლება. ტუბერკულოზი ასევე შეიძლება სხვა ორგანოებსაც დააზიანებდეს და ეს სხვადასხვა სიმპტომებს იწვევს. ტყუპებმა 1894 წლის ნოემბერში თავიანთი 15 წლის იუბილე აღნიშნეს. იმ დროისთვის ისინი, როგორც მათი თანამედროვე სერ შეინ ლესლი ამბობდა, ორი ყველაზე ლამაზი და ნაზი გოგონა იყვნენ, ვისაც კი წარმოიდგენთ. სამწუხაროდ მათ ერთად აღარ მოუწევდათ მე-16 დაბადების დღის აღნიშვნა. 1895 წლის 15 მარტს მეი გარდაიცვალა. მას ოფიციალურად არ დაუდასტურეს ტუბერკულოზი, ამიტომ მისი გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია, თუმცა მიიჩნევა, რომ ეს ტუბერკულოზი იყო. ზოგიერთი ცხარო მის გარდაცვალების მიზეზად მალარიას ასახელებს, თუმცა ეს სრულიად ნათელი არ არის. თუ რაიმე მიზეზი არსებობდა, რის გამოც მიიჩნიეს, რომ მეი მალარიით გარდაიცვალა, ეს იმიტომ იყო, რომ ოჯახი იმ დროს იტალიაში ისვენებდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამის წარმოდგენა რთულია, ავიაფრენების ეპოქამდე, როცა ადამიანები იშვიათად ტოვებდნენ იმ კლიმატურ გარემოს, სადაც ცხოვრობდნენ, ჩრდილოეთ ევროპიდან ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მოგზაურობისას, მალარიით დაავადება საკმაოდ გავრცელებული იყო.
ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ მეი სწორედ ამის გამო გარდაიცვალა. თუმცა ტუბერკულოზი უფრო სავარაუდო მიზეზად რჩება. სამწუხაროდ მეის გარდაცვალებამ გარკვეული განხეთქილება გამოიწვია მის დედასა და მის ერთ-ერთ დიდი ხნის მეგობარს, ალვა სმით ვანდერბილტს შორის. მეის გარდაცვალების დროს ალვას ქმარი, უილიამ ვანდერბილტი, მონტაგებთან ერთად ხმელთაშუა ზღვის რეგიონში იმყოფებოდა და მან მოაწყო, რომ მეის ცხედარი თავის იახტაზე ინგლისში დაებრუნებინათ. როცა ალვამ ამის შესახებ გაიგო, ეჭვი შეეპარა, რომ მის ქმარსა და საუკეთესო მეგობარს შორის რომანი იყო. ამიტომ ეს შემთხვევა კონსუელას ტრაგედიას იმ დროს კიდევ უფრო ამძიმებდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის უკვე ნათელი იყო, რომ ნელი ტუბერკულოზით იყო დაავადებული, მეის გარდაცვალებისა და დაკრძალვის შემდეგ ის მაინც შედარებით ნორმალურ ცხოვრებას აგრძელებდა. 1898 წლის ზამთარში მან საზოგადოებაში დებიუტი ლონდონშიც და აშშ-შიც მოახდინა, თავის მე-19 დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე. იმ ნოემბერში ნიუ-იორკში ღონისძიებებზე გამოჩენის შემდეგ გაზეთები მას უწოდებდნენ ლონდონის გასული სეზონის ლამაზმანებს შორის ყველაზე აღტაცების საგანს და განსაკუთრებულად ლამაზად. თუმცა ნელის შესვლა მაღალ საზოგადოებაში და ახალგაზრდა ქალის ჩვეულებრივი ცხოვრებისგან მიღებული სიამოვნება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. ნიუ-იორკსა და ამერიკაში ყოფნის შემდეგ ის და მისი დედა გაემგზავრნენ სენტ-მორიცში, შვეიცარიაში, ქალაქში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ცნობილია თავისი სამკურნალო წყაროებით. ისინი აქ 1898 წლის ბოლოს აღმოჩნდნენ და ნელი თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს სწორედ აქ გაატარებდა. იმ დროის ცნობები მის ცუდ ჯანმრთელობას მის დიდ სილამაზეს უპირისპირებენ. ხაზს უსვამენ მის ბრწყინვალე ოქროსფერ ყავისფერ თმას და ცხოვრებისადმი მის ზოგად სიხარულს. სამწუხაროდ ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად უარესდებოდა. გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებში დედამისმა მრავალი ექიმი დაიქირავა მის მოსავლევად. ყველა ექიმი ურჩევდა დასვენებას და იმას, რომ მას უნდა დარჩენოდა მშრალ კლიმატში და არ დაბრუნებულიყო ინგლისის ნესტიან პირობებში. თუმცა მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. 1900 წლის დასაწყისისთვის აშკარა იყო, რომ ის კვდებოდა. მისი გარდაცვალების წინა თვეებში ოჯახი და მეგობრები მიდიოდნენ ალპურ კურორტებზე, სადაც ის ცხოვრობდა, რათა უკანასკნელი პატივი მიეგოთ მისთვის. ნელი გარდაიცვალა 1900 წლის 10 იანვარს, სულ რაღაც 20 წლის ასაკში. მისი გარდაცვალება ფართოდ გააშუქეს. ამერიკაში ნიუ-იორკ ტაიმსმა და ლონდონში ისეთი გამოცემება, როგორიცაა The Times-ი, მომდევნო დღესვე გამოაქვეყნეს ეს ამბავი. შორეულ ახალ ზელანდიაშიც კი მისი ცხოვრება და გარდაცვალება მალევე გააშუქეს. ოტაგო Daily Times-ის შესაბამისი მონაკვეთი მიუთითებს იმ სევდის სიღრმეზე, რომელიც მისმა გარდაცვალებამ გამოიწვია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს მისი თხუპიდის გარდაცვალებიდან მალევე მოხდა. ბევრი ადამიანი, რომლებმაც სიცოცხლეში არასდროს ნახეს, გარდაცვლილი ქალბატონი. ელის მონტაგუმ იგრძნო სინანულისა და სევდის ტალღა, როცა დაუჯერებელი ამბავი მოისმინა მისი მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ დავოს პლაცში. რადგან მისი ლამაზი სახე იმდენად ნაცნობი გახდა, ხშირად ხედავდით მის ფოტოს ან გამოსახულებას ილუსტრირებულ ჟურნალებში, რომ ის ყოველთვის თითქოს პირადი მეგობარი იყო. ლედი ელის მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი გოგონა იყო, ვინც ლონდონს ოდესმე უნახავს მრავალი წლის განმავლობაში. და მას არა მხოლოდ ტრადიციული ახალგაზრდული სილამაზის ხიბლი ჰქონდა. რადგან ის მხოლოდ 21 წლის იყო, არამედ განსაკუთრებული სითბოს გამომეტყველება და ხასიათის კეთილგანწყობაც. ძალიან სამწუხაროა იმის გაფიქრებაც კი, რომ ის უკვე ცივია საფლავში, მაშინ როცა მისი ცხოვრება მხოლოდ გაზაფხულში იყო. როგორც ერთი ჰერცოგინიის, კონსუელა, მანჩესტერის ჰერცოგინიის ქალიშვილი და მეორე ჰერცოგინიის, დევონშირის ჰერცოგინიის შვილიშვილი. თითოეულ ოჯახს ფართო განშტოებები ჰქონდა. ლედი ელისის გარდაცვალება ბევრ დიდგვაროვან ოჯახს გლოვაში ჩააგდებს. გარდაცვალების მიზეზი იყო ტუბერკულოზი, ინგლისური რასის ეს წყევლა, რომელმაც მისი თხუპი და ლედი ჟაკლინი იმსხვერპლა. ნელი დაკრძალვა. 15 იანვარს წმინდა ჯეიმსის სასახლეში გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდნენ გვიანი ვიქტორიანული ბრიტანეთის წამყვანი არისტოკრატები, მათ შორის სამეფო კარის წევრები და პერსონალი. შემდეგ ნელის ნეშტი კიმბოლტონის ციხესიმაგრეში გადაასვენეს, სადაც ის თავისი თხუპი დის გვერდით დაკრძალეს. ნელის გარდაცვალების შემდეგ მათმა დედამ გადაწყვიტა მათი ძალიან მოკლე სიცოცხლისთვის მარადიული მემორიალი შეექმნა. მან ლუი კომფორტ ტიფანი დაიქირავა, რომ მემორიალი შეექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს სტიფანის კომპანია უფრო მეტად ცნობილია თავისი სამკაულებით, მისი დამფუძნებელი სინამდვილეში უფრო მეტად ცნობილი იყო ვიტრაჟების შექმნით. ქიმბლტონის ციხის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია ეკლესიაში ჰერცოგინიამ მას დაავალა დაემონტაჟებინა ვიტრაჟი, რომელზეც გამოსახული იქნებოდა ორი გოგონა მათი ერთ-ერთი ფოტოდან, რომელიც გადაღებულია მაისის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, როცა ისინი ჯერ კიდევ მოზარდები იყვნენ. ეს ეთერული გამოსახულება დღემდე ამშვენებს წმინდა ანდრიას ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ ფანჯარას, როგორც ორი გოგონას ხსოვნის მოწმობა, რომლებიც ასე ახალგაზრდები გარდაიცვალნენ. თუ გოგონები 15 ან 20 წლით გვიან დაიბადებოდნენ, შესაძლებელია, რომ ისინი არ გარდაცვლილიყვნენ. უკვე 1890-იან წლებში ჩნდებოდა რძისა და სხვა ნივთიერებების პასტერიზაციის ახალი მეთოდები, რომლითაც ტუბერკულოზის ბაქტერია ხშირად გადადიოდა. შემდეგ დაავადების წინააღმდეგ პირველი წარმატებული იმუნიზაცია განხორციელდა. 1906 წელს ნელის გარდაცვალებიდან მხოლოდ 6 წლის შემდეგ. 1920-იან წლებში ვაქცინები უკვე ფართოდ ხელმისაწვდომი იყო, თუმცა დაავადებასთან ბრძოლის გარდამტეხი მომენტი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგა. დღეს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 25% კვლავ ატარებს ამ ბაქტერიის გვალს, მაგრამ ის თითქმის მთლიანად უმოქმედოა და ადამიანებზე უარყოფით გავლენას აღარ ახდენს. და ბოლოს ახლა სრულიად უკან მე-16 საუკუნის იტალიაში დავბრუნდებით. სანამ მედიჩების გოგონების ამბავში გადავეშვებით, უნდა დაუბრუნდეთ კოზიმო დე მედიჩის და იმ ავადსახსენებელ ოჯახს, საიდანაც ის მოდიოდა. კოზიმო დაიბადა 1519 წლის ივნისში, ფლორენციაში, მაგრამ ძირითადად გაიზარდა ოჯახური მიწებზე, მუჯელოს ხეობაში. ის ეკუთვნოდა დინასტიას, რომელმაც სულ ახლახან შეძლო ძალაუფლების დაბრუნება. მედიჩები ფლორენციიდან გააძევეს 1494 წელს და იმ 10 წლეულებში, როცა ისინი ფაქტობრივად მართავდნენ რესპუბლიკას, კულისებიდან თავიანთი სიმდიდრით, მფარველობითა და საბანკო იმპერიით. მაგრამ 1510-იანი წლების დასაწყისში იტალიური ომების პოლიტიკური ცვლილებებისა და მერყეობის ფონზე მათ შეძლეს ძალაუფლების დაბრუნება. და ეს დასრულდა 1530 წელს, როდესაც კოზიმოს ბიძაშვილი, ალესანდრო დე მედიჩი დაინიშნა ფლორენციის პირველ ოფიციალურ ჰერცოგად, რითაც ძველი რესპუბლიკა მემკვიდრეობით სახელმწიფოდ გარდაქმნა. როგორც ოჯახის უმცროსი შტოს წარმომადგენელს, კოზიმოსგან ელოდნენ, რომ შვიდად, მაგრამ კომფორტულად იცხოვრებდა სოფელში. თუმცა ეს ყველაფერი 1527 წელს შეიცვლებოდა. მისი ბიძაშვილი ალესანდრო მოკლეს და ახალგაზრდა კოზიმო, რომელიც მხოლოდ 17 წლის იყო, აირჩიეს ფლორენციის ახალ ჰერცოგად. კოზიმო ძლიერი მმართველი აღმოჩნდა და 1569 წელს მას ტოსკანის დიდი ჰერცოგის უფრო პრესტიჟული ტიტული მიანიჭეს, რაც მედიჩების აღზევებას მდიდარი მოქალაქეებიდან ევროპელ მმართველებად აღნიშნავდა. მისი ცოლი იყო ელეონორა ტოლედოელი. ის დაიბადა 1522 წელს, ესპანეთის ქალაქ სალამანკაში. ელეონორა იყო პედრო ალვარეს დე ტოლედოს ქალიშვილი. არისტოკრატი, რომელიც გახდა ესპანეთის ვიცე-მეფე ნეაპოლში და სამხრეთ იტალიის იმ ნაწილში, რომელიც იმ დროს ესპანეთის მმართველობის ქვეშ იყო. მან იქორწინა კოზიმოზე 1529 წელს, როდესაც 17 წლის იყო, რათა გაემყარებინა დიპლომატიური და სამხედრო ალიანსი ესპანეთსა და მედიჩებს შორის. მალე მათ ბევრი შვილი შეეძინათ, თუმცა ქალიშვილები ძირითადად მოკლე სიცოცხლით გამოირჩეოდნენ. ელეონორასა და კოზიმოს საბოლოოდ 11 შვილი ჰყავდათ, რაც მათი ქორწინების განსაკუთრებულ წარმატებად ითვლებოდა ადრეული თანამედროვე დინასტიების სტანდარტებით. იმ პერიოდის სამეფო და არისტოკრატულ ოჯახებში წყვილის მთავარი ვალდებულება იყო მემკვიდრეების გაჩენა, რათა საგვარეულო ხაზი უზრუნველყოთ. კოზიმო და ელეონორა განსაკუთრებით აცნობიერებდნენ ამ პასუხისმგებლობას. კოზიმოს წინამორბედმა ჰერცოგმა ალესანდრომ არ დატოვა კანონიერ მემკვიდრეები, რის გამოც მედიჩების მისი შტო გადაშენდა და ჰერცოგის ტიტული მოულოდნელად კოზიმოს გადაეცა. 11 შვილი, რომელიც ელეონორასა და კოზიმოს ჰყავდათ, 7 ვაჟი იყო და 4 გოგონა. სანამ გოგონების ბედს უფრო დეტალურად განვიხილავდეთ, მოდით მოკლედ გადავხედოთ ვაჟებს. მათგან 2 ჩვილობაში გარდაიცვალა, პიეტრო და ანტონიო. უფროსი ვაჟი, ფრანჩესკო, რომელიც 1551 წელს დაიბადა, 1574 წელს მამამის, კოზიმოს, ტოსკანის დიდი ჰერცოგის ტიტულში ჩაენაცვლა. მეორე უფროსი, ჯოვანი, მალარიით გარდაიცვალა მხოლოდ 19 წლის ასაკში, 1562 წელს. თუმცა მანამდე უკვე პიზის არქიეპისკოპოსი და ეკლესიის კარდინალი იყო. კიდევ ერთი ვაჟი, გარჩია, მალარიით გარდაიცვალა ძმის შემდეგ რამდენიმე კვირაში, ასევე მოზარდობის ასაკში. ასე დარჩნენ ფერდინანდო, რომელიც 1587 წელს ძმის შემდეგ დიდი ჰერცოგი გახდა
და პიეტრო ფსიქოლოგიურად არასტაბილური და ძალადობრივი ადამიანი, რომელიც ოჯახისთვის სირცხვილი იყო, როგორც მალე ვნახავთ. მანამდე, სანამ კოზიმო ელეონორაზე დაქორწინდებოდა და ფლორენციის ჰერცოგი გახდებოდა, ის უკვე მამა იყო. მისი ქალიშვილი ბია დე მედიჩი დაახლოებით 1536 წელს ფლორენციის მახლობლად დაიბადა, მაგრამ დედამისის ვინაობა საიდუმლოდ დარჩა და დღემდე უცნობია. მისი არალეგიტიმურობის მიუხედავად, კოზიმო მის თავის შვიოდ აღიარა და მედიჩების ოჯახში შეიყვანა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კოზიმო 1539 წელს ელეონორეზე დაქორწინდა და მიუხედავად იმისა, რომ ბია მხოლოდ მისი გერი იყო, ელეონორა მას მაინც სიკეთი ფეფრობოდა. ბოლოს ბია ოჯახურ მამულში, ვილა დი კასტელოში გააგზავნეს საცხოვრებლად, სადაც მასზე მისი ბებია მარია სალვიატი ზრუნავდა. იქ მან ბავშვობა გააზიარა ჯულია დე მედიჩისთან, რომელიც ალესანდრო დე მედიჩის არალეგიტიმური ქალიშვილი იყო. ასაკითაც ახლოს იყო ბიასთან და ასევე კოზიმოს მიერ იყო დაცული. ამ დაცულ ოჯახში ორივე გოგონას მმართველი დინასტიის შვილებისთვის დამახასიათებელი განათლება და ზრდიობა მიეცათ. ბია ასევე ცნობილი გახდა თავისი ნათელი და მოსიყვარულე ხასიათით. კასტელოს მშვიდ ბაღებში ის კაშკაშა პატარა სხივივით იყო. კოზიმო ბიას აღმერთებდა და აშკარად აჩვენებდა, რომ ის მისი რჩეული რჩებოდა. მაშინაც კი, როცა მას პირველი ორი კანონიერი შვილი შეეძინა. მაგრამ შემდეგ ტრაგედია დატრიალდა. მამასთან ერთად მოგზაურობიდან სახლში დაბრუნების შემდეგ ბია ძალიან დაავადდა და მაღალი სიცხე განუვითარდა. სამწუხაროდ ის ვერ გამოჯამრთელდა და გარდაიცვალა 1542 წლის 1 მარტს სავარაუდოდ მალარიით. ის მხოლოდ 6 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდად დაიტირა მედიჩების ოჯახმა და შემდეგ პატივით დაკრძალეს მედიჩების ოჯახის კრიპტაში სან ლორენცოში. მისი გარდაცვალების შემდეგ კოზიმომ დაავალა კარის მხატვარს აგნოლო ბრონზინოს, შეექმნა მისი პოსტუმური პორტრეტი. შედეგი არის სევდიანად სათუთი გამოსახულება და ბევრი მიიჩნევს მას ბრონზინოს ერთ-ერთ უდიდეს ნამუშევრად. კოზიმოსა და ელეონორას ქალიშვილებიდან ერთს ძალიან ხანმოკლე ცხოვრება ჰქონდა. ეს იყო ანა დე მედიჩი. ის სინამდვილეში კოზიმოსა და ელეონორას მეათე შვილი იყო, უმცროსობით მეორე. ანა დაიბადა 1553 წლის 19 მარტს და გარდაიცვალა 5 თვეზე ნაკლებ დროში, 6 აგვისტოს. მისი ცხოვრების შესახებ პრაქტიკულად არანაირი დეტალი არ არსებობს. გარდაცვალების ზუსტი გარემოებებიც კი უცნობია. 16 საუკუნეში ჩვილებისა და ბავშვების სიკვდილიანობა ძალიან გავრცელებული იყო. ბავშვების დაახლოებით 30-დან 35%-მდე ადრეულ ასაკამდე ვერ აღწევდა. ასეთი დაავადებებისგან, როგორიცაა ჩუთხვავილა, წითელა, გრიპი ან სხვა მრავალი გართულება, რაც ჩვილების გადარჩენას უკავშირდება. ანა ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლი იყო, იგივე ბედი შეხვდა მის მრავალ და-ძმასაც. დანარჩენი ტრაგიკული მედიჩის გოგონები ანასა და ბეაზე ბევრად დიდხანს იცოცხლეს, თუმცა არც ერთმა მათგანმა სიბერემდე ვერ მიაღწია. სამიდან უფროსი იყო მარია დე მედიჩი. ის იყო კოზიმოსა და ელეონორას 11 შვილიდან პირველი. ის დაიბადა 1540 წელს 3 აპრილს, ერთი წლის შემდეგ, რაც მისმა მშობლებმა იქორწინეს. ამგვარად, როცა ის იზრდებოდა, თითქმის ყოველ წელს ახალი და-ძმა უერთდებოდა მას მედიჩის საბავშვო ოთახში, ვილა მედიჩიში, ფლორენციაში. საბავშვო ოთახის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფიგურა იყო მორგანტი, სასახლის ჯამბაზი, რომელიც ბავშვებს ართობდა, მუდამ გვერდით ჰყავდა ბუ. ეს იყო თბილი საოჯახო გარემო. კოსიმო და ელეონორა ყველა მონათხრობის მიხედვით გულწრფელად უყვარდათ თავიანთი შვილები და დიდ ყურადღებას აქცევდნენ მათ აღზრდას, რაც ყველა სამეფო და არისტოკრატიულ ოჯახზე ადრეული ახალი დროის ევროპაში ვერ ითქმის. ბევრი სამეფო ჩვილი იზრდებოდა ცალკე ოჯახებში და მშობლებს თითქმის არც კი ხედავდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სითბოთი გამოირჩეოდნენ, კოსიმომ და ელეონორამ სრულად ესმოდათ, რომ მათი შვილები ასევე პოლიტიკურ მიზანსაც ემსახურებოდნენ. იტალიაში, რომელიც ესპანეთსა და საფრანგეთს შორის მეტოქეობაში იყო ჩართული, ხელსაყრელი ალიანსების დამყარება გადამწყვეტი იყო მედიჩების გავლენის ფლორენციას მიღმა გასავრცელებლად. მედიჩების დინასტიური ალიანსებისკენ სწრაფვის შესაბამისად, პატარა მარია 5 წლისაც რომ არ იყო, მისი პორტრეტების შეკვეთა უკვე გაკეთებული ჰქონდათ. ეპოქაში, როდესაც ფოტოგრაფია ჯერ კიდევ არ არსებობდა, ასეთი ნახატები შორეულ სამეფო კარებთან გაცნობის საშუალებად გამოიყენებოდა. მისი ერთ-ერთი პორტრეტი პარიზში გაუგზავნეს მის ბიძაშვილ კატერინა დე მედიჩს, რომელიც საფრანგეთის მომავალი მეფის ანდრი მეორის ცოლი იყო. ეს ჯესტი ნათლად აჩვენებს, რომ მარია უკვე 5 წლის ასაკში განიხილებოდა პრესტიჟული ფრანგული ქორწინებისთვის. საბოლოოდ, 1 წლის შემდეგ სხვა ქორწინება დაიგეგმა. ამ დროისთვის მარია მედიჩების შვილებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიანად ითვლებოდა. კარის მწერლები აღნიშნავდნენ მის გონიერებას და
და ამბობდნენ, რომ ის თავის უმცროს და ძმებს მათემატიკასა და სხვა საგნებს ასწავლიდა. როცა მარია მოზარდობის შუა ასაკს მიაღწია, კოზიმომ წარმატებით მოაწყო ქორწინების ალიანსი ერგო II დესტესთან, ფერარას, მოდენასა და რეჯიოს ჰერცოგთან და უზრუნველყო მისი დანიშვნა მის შვილსა და მემკვიდრე ალფონსოზე. თუმცა სანამ ქორწილი შედგებოდა, მარია მოულოდნელად დაავადდა, სავარაუდოდ მალარიით და გარდაიცვალა 1547 წლის 19 ნოემბერს, სულ რაღაც 17 წლის ასაკში. თითქმის მაშინვე სკანდალური ჭორები გავრცელდა ფლორენციაში. ერთი ამბავი ამტკიცებდა, რომ კოზიმო თავად ჩავარდა მკვლელურ რისხვაში, მას შემდეგ რაც მარია საიდუმლო რომანში გამოიჭირა ახალგაზრდა არისტოკრატთან და ოჯახის ღირსების შესანარჩუნებლად დანით მოკლა იგი. ეს ამბავი შოკის მომგვრელი იყო თანამედროვეებისთვის, მაგრამ თითქმის უეჭველია, რომ ეს მხოლოდ სასახლის ჭორები იყო, რადგან კოზიმოს ძალიან უყვარდა თავისი შვილები. მარიას ტრაგიკული გარდაცვალება 1547 წლის ბოლოს არნიშნავდა იმას, რომ მედიჩების და ესტეების ოჯახებს შორის ქორწინებითი ალიანსი არ შედგა. ახალგაზრდა ალფონსოს მომავალი საცოლის ვინაობა უბრალოდ შეიცვალა. ამის ნაცვლად გადაწყდა, რომ ის მარიას უმცროს დას, ლუკრეციას, დაქორწინდებოდა. ის დაიბადა 1545 წლის 14 თებერვალს ფლორენციაში, როგორც კოზიმოსა და ელეონორას მეხუთე შვილი და მათი მესამე უფროსი ქალიშვილი. მათი მეორე უფროსი ქალიშვილი, იზაბელა, ბოლოს განვიხილავთ, რადგან მან ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე სკანდალური ცხოვრება განუვა. ლუკრეცია გაიზარდა თავის და-ძმებთან ერთად დე-მედიჩების კარზე, ფლორენციაში და განათლებაც მათსავით მიიღო. თუმცა მისი ბავშვობა ნაადრევად დასრულდა, როდესაც 1557 წლის ბოლოს მისი უფროსი და მარია გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ლუკრეცია იმ დროს მხოლოდ 12 წლის იყო, მისმა მამამ დრო არ დაკარგა და ახალ პოლიტიკურ გარიგებას ჰერცოგ ერკოლესთან მიაღწია. ის უბრალოდ მარიას ადგილს დაიკავებდა და ალფონსოზე დაქორწინდებოდა. თანამედროვე სტანდარტებით ეს გასაოცრად ჩანს, მაგრამ ეს ლუკრეციასთვის პირველი შეთავაზებული ქორწინება არ ყოფილა. უკვე 1552 წელს, როცა ის მხოლოდ 7 წლის იყო, დაგეგმილი იყო, რომ ფაბიო დალმონტეზე დაქორწინებულიყო. რომის პაპ იულიუს მესამეის ძმისშვილი, რომელიც 1550-დან 1555 წლამდე კათოლიკური ეკლესიის მეთაური იყო. პაპის გარდაცვალებამ 1555 წელს დელ მონტესთან ქორწინების ალიანსი დაარღვია და ამიტომ ლუკრეცია ალფონსო დესტეზე გაათხოვეს ფლორენციაში 1558 წლის 3 ივლისს, როცა ის მხოლოდ 13 წლის იყო. მისი ახალი ქმარი 24 წლის იყო. შემდეგ უცნაური სიტუაცია განვითარდა. ქორწილის შემდეგ ალფონსო დაბრუნდა მამამისის კარზე ფერარაში, ხოლო ახალგაზრდა ლუკრეცია ფლორენციაში დატოვა. მალე ამის შემდეგ ის გაემგზავრა საფრანგეთში, რათა დახმარებოდა ფერარას პოზიციის განსაზღვრას კატო კამბრეზის ხელშეკრულებაში 1559 წლის შეთანხმებაში, რომელმაც საბოლოოდ დაასრულა 10 წლეულების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლა საფრანგეთსა და ესპანეთს შორის იტალიაში ბატონობისთვის. ლუკრეცია კი ამ დროს გაურკვევლობაში იმყოფებოდა. სახელით დაქორწინებული, მაგრამ ფაქტობრივად ქმრის მიერ მიტოვებული. შემდეგ თვეებში კოზიმო წერილებს წერდა ჰერცოგ ერკოლეს ფერარაში და თავის ახალ სიძეს. ინტერესით ეკითხებოდა, როდის შეუერთდებოდა ლუკრეცია თავის ქმარს ახალ საცხოვრებელ ქალაქში. ბევრ წერილს პასუხი არ მოჰყოლია. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ფერარაში მოვლენები უკონტროლოდ ვითარდებოდა. ჰერცოგი ერკოლემ მძიმე დაავადდა და 1559 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ალფონსო გახდა ჰერცოგი ალფონსო მეორე. ხოლო ამის შემდეგ გამოიძახეს ლუკრეცია, რომ მის გვერდით ყოფილიყო. და ასე 1559 წლის გვიან შემოდგომაზე, მხოლოდ 14 წლის ასაკში, ლუკრეცია ქალაქში ჩავიდა როგორც ფერარას, მოდენასა და რეჯიოს ახალი ჰერცოგინია. ამ ყველაფრის შემდეგ მალე ბრონზინომ ლუკრეციას ცნობილი მანერისტული პორტრეტი დახატა. ბრონზინოს პორტრეტზე ლუკრეცია თითქმის არაბუნებრივად ფერმკრთალი ჩანს, რაც ადრეული ახალი დროის ევროპელი არისტოკრატი ქალების მოდური იდეალი იყო. თუმცა შესაძლოა ეს მისი მყიფე ჯანმრთელობის დახვეწილი მინიშნებაც იყოს. ის უკვე 1560 წლისთვის ავად იყო. ფერარაში ჩასვლის შემდეგ მან სცადა შეესრულებინა თავისი საჯარო მოვალეობები, მაგრამ მისი მდგომარეობა თანდათან გაუარესდა. 1561 წლისთვის მას განმეორებითი სიცხეები აწუხებდა და ძირითადად თავის ოთახებში იყო ჩაკეტილი. კოზიმომ საკუთარი ექიმები გაუგზავნა მის სამკურნალოდ, მაგრამ არაფერი აფერხებდა მდგომარეობის გაუარესებას. სიცხის შეტევები, ცხვირიდან სისხლდენა, ძლიერი ხველა და მკვეთრი ზონაში კლება. ესტეს კარზე შხამით მოწამული ჭორები ვრცელდებოდა, მაგრამ თანამედროვე ისტორიკოსები ამ ამბებს უარყოფენ. მტკიცებულებები კი ფილტვის ტუბერკულოზზე მიუთითებს. 1561 წლის 21 აპრილს, სულ რაღაც 16 წლის ასაკში, ლუკრეცია ფერარაში გარდაიცვალა. ის ესტეს ოჯახის მავზოლეუმში დაკრძალეს.
ლუკრეციას გარდაცვალებამ 1561 წელს ნიშნავდა, რომ კოზიმოს ქალიშვილებიდან მხოლოდ იზაბელა იყო ცოცხალი. ის იმ დროისთვის უკვე დიდი ხნის გათხოვილი იყო. იზაბელა, რომელიც 1542 წლის 31 აგვისტოს დაიბადა, პაოლო ჯორდანო ორსინიზე, მომავალ ბრაჩიანოს ჰერცოგზე 1553 წელს დანიშნეს, როცა ის მხოლოდ 11 წლის იყო. ორსინის ოჯახი რომის ერთ-ერთი უძველესი არისტოკრატიული ოჯახი იყო. მათ თავიანთი წარმომავლობა რომის იმპერიის დროიდან მოჰყავდათ და ამტკიცებდნენ, რომ საბოლოოდ იულიუს კეისრის შთამომავლები იყვნენ. ოჯახის რამდენიმე წევრი საუკუნეების განმავლობაში პაპი გახდა და მათ რომსა და ცენტრალურ იტალიაში უზარმაზარი გავლენა ჰქონდათ. ამიტომ ეს კიდევ ერთი პოლიტიკურად მომგებიანი ქორწინება იყო მედიჩების ოჯახისთვის, როდესაც იზაბელა 1548 წელს პაოლო ჯორდანოზე დაქორწინდა. იზაბელას ქორწინება კი თავიდანვე უჩვეულო იყო. მისი ქმარი ფულს ფლანგავდა და თავშებული ცხოვრებით ცხოვრობდა. ამიტომ ჰერცოგმა კოზიმომ გადაწყვიტა თავისი ქალიშვილი ფლორენციაში დაეტოვებინა უზარმაზარ მზითვთან ერთად. მაშინაც კი როცა ისინი დაქორწინდნენ, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ პაოლო ფულს მაშინვე არ გაპლანგავდა, როგორც კი მას მიიღებდა. ბოლოს ის მაინც გაემგზავრა რომში, თუმცა იქ 1560-იან წლებში რამდენიმე მუცლის მოშლამ შეაწუხა. ხოლო მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შეძლო მან ორი ჯანმრთელი შვილის გაჩენა. ქალიშვილი ფრანჩესკა 1571 წელს და ვაჟიშვილი ვირჯინიო მომდევნო წელს. ფრანჩესკა და ვირჯინიო დიდხანს იცოცხლებდნენ, მე-17 საუკუნეშიც კარგა ხანს. და იზაბელასაც ბევრი შვილი ეყოლებოდა, რომ საკმარისად დიდხანს ეცოცხლა მათი ნახვისთვის. მაგრამ ასე არ მოხდა. ამ დროისთვის დიდი ჰერცოგი კოზიმო პირველმა მრავალი გულსატკენი დანაკარგი გადაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ იზაბელა მისი ერთადერთი გადარჩენილი ქალიშვილი იყო, მას ჰყავდა ახალგაზრდა აღსაზრდელი, ელეონორა დი გარცია დი ტოლედო, რომელიც 1553 წელს დაიბადა მისი დაცვის ქვეშ. ელეონორა სინამდვილეში მისი ძმის შვილი იყო ქორწინებით. მისი დედა მაშინ გარდაიცვალა, როცა ის ძალიან პატარა იყო და მამა ხშირად არ იყო მის გვერდით. მისი დეიდა, ელეონორა ტოლედოელი, კოზიმოს ცოლი, თავისთან წაიყვანა და მედიჩების კარზე საკუთარი შვილის მსგავსად გაზარდა. თუმცა 1562 წელს ტრაგედია კვლავ დატრიალდა. დია კვლავ დატრიალდა. კოზიმოს ცოლი ელეონორა მალარიით გარდაიცვალა 40 წლის ასაკში. ასევე მათი ორი ვაჟი, ჯოვანი და გარსია. ამ დანაკარგმა ახალგაზრდა ელეონორა რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მაგრამ დეიდის გარდაცვალების შემდეგაც კი მას ფლორენციის კარზე სითბოთი და კეთილგანწყობით ექცეოდნენ. 1561 წლის აპრილში კოზიმომ მისი ქორწინება თავის ვაჟ პიეტროზე მოაწყო, რითაც ელეონორა ერთდროულად მისი აღსაზრდელიც და მომავალი რძალიც გახდა. ცხვილი ბიძაშვილები იყვნენ და ერთად გაიზარდნენ. კოზიმო კი იმედოვნებდა, რომ მათი სიახლოვე და საერთო აღზრდა ჰარმონიულ ქორწინებას უზრუნველყოფდა. მაგრამ როგორც მალე ვნახავთ, ის სერიოზულად ცდებოდა. ელეონორა ტოლედოს გარდაცვალების შემდეგ კოზიმომ საყვარელი გაიჩინა, ელეონორა დელა ალბიცი, რომელთანაც ორი შვილი ჰყავდა. ქალიშვილი, რომელიც ნათლობის წინ გარდაიცვალა და ვაჟი ჯოვანი, რომელსაც მოგვიანებით ლეგიტიმაცია მიანიჭა. ჯოვანი მოგვიანებით მედიჩების სამსახურში ცნობილი სამხედრო სარდალი და დიპლომატი გახდა. კოზიმომ მოგვიანებით ურთიერთობა დაამყარა კამილა მარტელისთან და 1568 წელს მათ ქალიშვილი ვირჯინია შეეძინათ. 1586 წელს ვირჯინია ცოლად გაჰყვა ჩეზარე დესტეს, მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგს და მათ ერთად 10 შვილი ჰყავდათ, 6 ვაჟი და 4 ქალიშვილი. თუმცა დროის განმავლობაში ვირჯინიამ მძიმე ფსიქიკური დაავადების ნიშნები გამოავლინა. მისმა მღვდელმა ამტკიცებდა, რომ ვირჯინია ეშმაკებით იყო შეპხრობილი, ხოლო ეგზორციზმის მცდელობებმა მხოლოდ გააღრმავა მისი ტანჯვა და მოგვიანებით სრულად უნაშეზღუდული დატოვა. ვირჯინია გარდაიცვალა მოდენაში 1615 წლის 15 იანვარს 46 წლის ასაკში. მისი ტრაგიკული მდგომარეობის მიუხედავად, ვირჯინია იყო კოზიმოს ერთადერთი ქალიშვილი, რომელმაც 40 წელს გადააჯარბა. კოზიმო თავად გარდაიცვალა 1574 წლის აპრილში და მას მემკვიდრეობით შვილმა ფრანჩესკომ ჩაანაცვლა. მემკვიდრეობამ კი მალე უბედურება მოუტანა, როგორც მის ქალიშვილ იზაბელას, ასევე მის აღსაზრდელს, ელეონორე დი გარცია დი ტოლედოს. 1576 წელს იზაბელა და ელეონორა ძალადობრივი სიკვდილით დაიღუპნენ. ფრანჩესკომ ჩუმად დაუჭირა მხარი მედიჩის ქალებს შორის სავარაუდო ღალატის გამო განხორციელებულ სასტიკ ანგარიშწორებებს. ეს მოიცავდა იზაბელას ფსიქიკურად არასტაბილურ ძმას, პიეტროს. პიეტრო იყო მოშლილი ახალგაზრდა, რომლის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც ბავშვობიდანვე ცნობილია, რომ მკიფე იყო. ის ხშირად ძალადობდა. ქალდა მრავალი საყვარელი და ამბობდნენ, რომ ელეონორასაც ფიზიკურად ცუდად ექცეოდა. შემდეგ 1576 წლის 10 ივლისს ელეონორა გარდაცვლილი იპოვეს.
მალე გავრცელდა ამბავი, რომ შესაძლოა გულის შეტევა ყოფილიყო, რაც ნაკლებად სავარაუდოა ჯანმრთელი 23 წლის ქალისთვის. რეალურად პიეტრომ თავისი ცოლი ძაღლის საბელით დაახრჩო. 6 დღის შემდეგ იზაბელაც ქმარმა დაახრჩო. ეს მოხდა მედიჩების ოჯახის სანადირო ლოჟაში, ფლორენციის გარეუბანში. პაოლო იცოდა, რომ იზაბელას რომანი ჰქონდა მის ერთ-ერთ ბიძაშვილთან, ტროლო ორსინთან. იზაბელა და ტროლო 12 წლის განმავლობაში საყვარლები იყვნენ. მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ 1564 წელს დაიწყო, როცა იზაბელამ კიდევ ერთი შვილის ორსულობის დროს დაკარგვის შემდეგ ნუგეში ამ ურთიერთობაში იპოვა. როგორც ჩანს, პაოლოს გადაწყვეტილება მოეკლა თავისი ცოლი, სავარაუდოდ თავისი ცოლის ძმის, დიდი ჰერცოგი ფრანჩესკო დე მედიჩის მხარდაჭერით, იმით იყო განპირობებული, რომ ეს ურთიერთობა უკვე ზედმეტად საჯარო გახდა და ვეღარ ითმენდნენ. ამგვარად, მედიჩების უკანასკნელი ქალიშვილი საკუთარმა ქმარმა მოკლა 33 წლის ასაკში, თავისი ძმის თანხმობით, შურისძიების მიზნით, რადგან მან ძმა მრუშობით შეარწყვინა. ეს იყო შოკის მომგვრელი დასასრული, რომელიც ნათლად აჩვენებს თუ როგორ ექცეოდნენ მედიჩების ქალიშვილებს. ჯერ მათ პოლიტიკურ პაიკებად იყენებდნენ ქორწინების ალიანსებისთვის, შემდეგ კი ძალადობრივად იშორებდნენ. შთამბეჭდავი შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად სასტიკი შეიძლებოდა ყოფილიყო ცხოვრება, თუნდაც არისტოკრატი ქალებისთვის, ადრეული ახალი დროის ევროპაში. დიდი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს, ამ ტრაგიკულ დებზე. იმედი მაქვს თქვენთვის საინტერესო იყო. მომწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ მათი ცხოვრების შესახებ და თუ გსურთ მეტი ხანგრძლივი ვიდეოები, ისიც მომწერეთ ქვემოთ კომენტარებში. იმედი მაქვს თქვენ ყველამ ძალიან სასიამოვნო შობა გაატარეთ თქვენს ოჯახებთან ერთად. იმედია თქვენ გამოტერილი გაქვთ ჩემი არხი და ჩართული გაქვთ შეთხობინებები, რომ ყველა ჩემი ვიდეო მაშინვე მიიღოთ, როგორც კი ავტვირთავ. სხვა არაფერი მაქვს დასამატებელი, ასე რომ ყველა თქვენგანს შევხვდები შემდეგ Forgotten Lives-ში. გმადლობთ!